დილის თათბირი იწყება, კაცი დაიჭირეთ. ყვამ ხალხს ქუჩაში რომ უშვებენ, იძულებულს ხდიან რომ მოიგონონ დანაშაული და თვითონ თანამშრომლებსაც ყელში აქვთ ამოსულები. სულ ყველა იგინება, ეს ფოტოგრაფებად გვაქციეს და პოლიციელი კანონის ფარგლებში ოდესაც მოქმედებს, მაშინ არის პოლიციელი, თორე ისე დაჯგუფებაა, ეგ არ უკვე კრიმინალური დაჯგუფება. ოპერაციას ეძახიან დამცირებას, ოპერაციას ეძახიან დაჩმორებას. და ეს თუ ისევ გაგრძელდა, აუცილებლად ფატალურად დასრულდება. პატრულსა და საზოგადოებას შორის ამხელა დამოკიდებულება იყო ახლო მაშინ. დილის განწესი იწებოდა ესე რომ მოქალაქეებს უნდა აღჭურვთ. და რამხელა განსხვავება არის ეხლა. ეხლა ვინც ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა, ის ამას ვერ მიხვდება. პატრულის ინსპექტორი კი არა. ჩემი მუნდირით. მე ვიყავი 20 ოქნი, მოსიარულე 25 ოქნი ვიყავი. თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და თქვენ უნდა დაზიანდეთ მათი აზრით. რომ მოიზომავით ეს ხალხი თავისკენ, აი ძალიან ღმაცდება თუ გონია რომ ესენი სულ ყველა მაგას ხარს უჭერენ. ჩვენზე მეტი პრეტენზიები გააჩნია ამ ხალხს. ჩვენზე მეტი ამ ყველაფრის დასრულება. და ჩვენზე მეტი გაბრაზებულები არიან. დადგება აუცილებლად ის დღე, როცა ეს სისტემა და ეს ზუსტად რიგითი თანამშრომლები თავიანთ უკმაყოფილებას აი მაგ ფორმით ანახებენ, რომ თავიანთი მოქმედებით იქნება თუ უმოქმედობით იქნება, რომ ხელს შეუწყობენ აი ამ ხელისუფლების ცვლილებას. მოგესალმებით, თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე, ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპიზოდს გიორგი ირემაშვილთან და ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად. დღეს გვაქვს ძალიან კარგი სიურპრიზი, შემოგვიერთდება ყოფილი პატრულ ინსპექტორი გოგი ჭელიძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დატოვა სისტემა და ის დეტალურად მოყვება თავის ამბავს, როგორ მივიდა საპატრულო პოლიციაში, რა მიზნებით მივიდა, როგორ დაენგრა ეს ოცნებები და მიზნები და შემდეგ რამ აიძულა, რომ სისტემა დაეტოვებინა თავის სხვა მეგობრებთან ერთად და მოყვება ძალიან საინტერესო ამბებს, ისეთ ამბებს, რომელსაც ვერ მოწყდებით, ამიტომ ამ გადაცემას ბოლომდე უნდა უყუროთ. მაგრამ პირველ რიგში დღეს ჩვენ უნდა გამოვეხმაუროთ იმ სასტიკ ძალადობას, რომელიც მოხდა გორში, როდესაც პოლიციელებმა სასტიკად ცემეს მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილი, ის მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, თუმცა მის წინააღმდეგ საქმე შეწყვეტილი არ არის და თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს საქმე, ამაზე დეტალურად მოყვებიან გიორგი და ირაკლი და ასევე ჩვენი ამოცანა არის დღეს, რომ მთელი ეს სისტემა დაგანახოთ შიგნიდან, მათ შორის საპატრულო პოლიცია და გოგი ისეთ ამბებს ყვება, რომ მართლაც შიგნიდან დაინახავთ ყველა იმ პრობლემას, რომლის წინაშეც დღეს თითოეული პატრულ ინსპექტორი და მთლიანად სისტემის თანამშრომლები დგანან. ასევე მოუყვებით იმას, თუ რატომ არ არის ეს კონკრეტული ძალადობის ფაქტი ერთი გამონაკლისი, რატომ არის ის სისტემური პრობლემა, რამ გამოიწვია ამ სისტემური პრობლემის შექმნა და ანუ ყველაფერ ამას გავაანალიზებთ ძალიან დეტალურად და ძალიან საინტერესოდ და მინდა გითხრათ, რომ ეს ეპიზოდი თუ ყველაზე საინტერესო არა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ჩვენს მიერ ჩაწერილ ეპიზოდებს შორის, ასე რომ დავიწყოთ. მოკლედ, როგორც გითხარით, ვეხმაურებით გორში მომხდარ სასტიკ ძალადობას, თუმცა მანამდე მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი სტუმარი, გრიგოლ გოგი ჭელიძე, რომელიც მუშაობდა პატრულ ინსპექტორად და რამდენიმე წლის წინ იმის გამო, რომ უკვე სისტემაში მუშაობა აღარ შეეძლო, დატოვა სისტემაც და საქართველოც და ის დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო დეტალებს მოგვიყვება თავისი საქმიანობიდან და თავისი ისტორიიდან, რომელიც თავისთავად კარგად მეტყველებს რა ხდება პატრულში. გოგი, მოგესალმებით, მინდა რომ გაეცნოთ ჩვენს მაყურებელს და შემდეგ უკვე პირველ რიგში, სანამ საპატრულო პოლიციაზე კონკრეტულად გადავალთ, ჯერ ვილაპარაკოთ გორის ინციდენტზე, სასტიკ ძალადობაზე. მოგესალმებით, მე ვარ გრიგოლ ჭელიძე. 2011 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდი ქალაქ ქუთაისში საპატრულო პოლიციაში. ვარ პატრულის ინსპექტორი, პოლიციის ინსპექტორი. 2019 წლიდან დღემდე ვიმყოფები ემიგრაციაში. კი ბატონო, ხო, უფრო დაწვრილებით გოგიზე ოდნავ მოგვიანებით მოვისმენთ, მანამდე გორი. მე ესე იგი კითხვა თავისთავად ცხადია უკვე და გიორგიდან მინდა დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. გიორგი, აი შენი შთაბეჭდილება რა მოხდა გორში? გამარჯობათ, მოგესალმებით. ერთ სიტყვით მთელმა საქართველომ ნახა ეს კადრები, რაც მოხდა გორში.
ამას აქ თავისი ახსნა და თავისი მიზეზები. ეს ხალხიც, ვინც იყვნენ ამ დანაშაულში გარეულები, თვითონ აი ეს შემსრულებლებიც, ესენიც არიან ჩვეულებრივად აი ამ მახინჯის სისტემის მსხვერპლი. ყოველი დღე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების იწყება ყოველ დღე აქვს თათბირი, დილას და მერე საღამოს. ეს ხალხი მორიგეობს 24 საათი, მერე 24 საათი ისვენებს, 24 საათი ისევ მორიგეობს. ანუ ამას ეძახიან ეგრეთ წოდებულ ძენ გრაფიკს. ხო და ეს ხალხი დროის უმეტეს პერიოდს ატარებს სამსახურებში. დილის თათბირი იწყება კაცი დაიჭირეთ. აი ამ სიტყვებით. დილის თათბირი იქნება თუ მერე საღამოს ღამე უშვებენ. ანუ გარეთ პატრულირებისთვის როცა უშვებენ, ამას ქვია შემოვლა. შემოვლაზე გაშვების წინ არანწილებენ ჯგუფებს და პირველი რაც არის შეგონება ყოველ დღე და მოთხოვნა რაც აქვთ, კაცი დაიჭირეთ. ეს კაცი დაიჭირეთ გულისხმობს, ანუ უნდა დაიჭირო ადამიანი რაღაც დანაშაულზე. მაგრამ ეხლა აქ ისმის კითხვა, ეს დანაშაული ესე ხო არ არის რომ შეუკვეთო და დანაშაული მოხდეს და დაიჭირო. ანუ ყველას თხოვენ გამოვლინებებს. ყველა თითოეულ თანამშრომელს თხოვენ გამოვლინებებს, რომელსაც მერე უთვლიან ამ გამოვლინებებს და ამით ფასდება ვითომ ესე ვთქვათ თანამშრომლების მუშაობა. ამ ჯგუფებს რო ანაწილებენ, პირველი რაც აქვთ თავში და რაც უდევთ იმ დღის განმავლობაში საღამოს თათბირზე რო შევლენ, რაღაცა უნდა გქონდეთ. ეს გამოვლინება. და დანაშაულის პრევენცია, აი რაც ახსენა მინისტრის მოადგილემ, რომ პრევენციულ ხასიათს ატარებდაო და საპოლიციო ღონისძიებას ატარებდნენო. დანაშაულის პრევენცია და ანუ ეს საპოლიციო ღონისძიებაში იგულისხმება შემოვლების დროს ამ ხალხის გაჩერება. ყველას აქვს ალბათ შევჩრეული არა მარტო რეგიონებში, თბილისშიც, უამრავი მერე რა ვიცი კიდევაც პოსტავს ეს ხალხი, კიდევაც სურათების ქვეყნდება, როგორ აჩერებენ პოლიციის თანამშრომლები უბრალოდ მოსიარულე მოქალაქეს, თხოვენ პირადობის დამადასტურებელ იმას, მოწმობას და უღებენ ფოტოსურათებს. ეს საპოლიციო ღონისძიება, რაც იგულისხმა და რაც ქონდა მხედველობაში მინისტრის მოადგილეს, ეს არის გაწერილი კანონით პოლიციის შესახებ. მე ამ ხალხის პრეტენზია, რომ მოქალაქეების პრეტენზია რომ გამოვიდა, უკვე ამობეჭდილი ფორმით ქონდათ ხოლმე და ხშირად იშველიებენ ხოლმე ამ კანონს პოლიციის შესახებ. და ამ კანონის პოლიციის შესახებს არცად არ წერია, რომ ნებისმიერი მოქალაქე ესე ვინც გაივლის, გამოივლის და არაფერს არ აშავებს, ნებისმიერთან უნდა მიხვიდე, გააჩერო, საბუთები მოსთხოვო და სურათი უნდა გადაუღო. ეს არცად არ წერია კანონში. იქ არის ჩამონათვალი საპოლიციო ღონისძიებების, როგორიც არის მაგალითად პირის გამოკითხვა, რაც ყველაზე ხშირად აპელირებენ და პირის იდენტიფიკაცია. ეს პირის გამოკითხვა გულისხმობს, უნდა მოსთხოვო პირადობის დამადასტურებელი საბუთი იმ შემთხვევაში, თუ ამ პირს აქვს ძებნილის ან დაკარგულის ნიშნები, თუ არსებობს ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, ან ჩაიდენს მას, თუ იმყოფება სპეციალურ დაცულ რეჟიმის ტერიტორიაზე, ან თუ სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება. ეს საპოლიციო კონტროლი, ესეც არის ღონისძიებათა ერთ-ერთი ჩამონათვალში. ოღონდ ეს საპოლიციო კონტროლი, აი ადრე რასაც რეიდებს ეძახდნენ ხოლმე და რამოდენიმე წლის წინ იყო ხოლმე ეს ხშირად რა, რომ საპოლიციო კონტროლი და ეგრეთ წოდებული ქალაქში იყო ხოლმე და უცბად ვრცელდებოდა ხოლმე ინფორმაცია, რომ აი რეიდებია, რომელიც რაღაც გარკვეულ უბნებში ან მთლიანად ქალაქში. ამ საპოლიციო კონტროლსაც მინისტრი ბრძანებით აცხადებს რაღაც გარკვეული პერიოდი და რაღაც გარკვეულ შეზღუდულ ტერიტორიაზე. ეს არ არის ისე, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ შემთხვევაში შეიძლება აი ამ ჩამონათვალის გარეშე და ამ დათქმების გარეშე, რომ ადამიანს მოსთხოვო, ყველა გააჩერო იმ რაღაც გარკვეულ ტერიტორიაზე და მოსთხოვო დამადასტურებელი საბუთი. აი ამ ჩამონათვალში რა კონტექსტში შეიძლება გაეჩერებინათ პაპუნა ლოცულაშვილი კაცი, რომელიც გამოვიდა ბანკიდან და მიდიოდა სახლში, ანუ ბანკის თანამშრომელი, რომელიც მიდიოდა სახლში. ხო და აი ეს ეხლა ადვოკატის მონაყოლიდან რაც ვიცით, რაც ადვოკატმა მოყვა. ანუ ეს ჯგუფები დადიან ქალაქში, მოძრაობენ და აჩერებენ, ანუ სთხოვენ გამოიმებს, ანუ გადამოწმებებს ამ დავარქვათ ესე ოპერები, ამ
თანამშრომლებს, რიგით თანამშრომლებს, რომლებიც არიან გამოშვებული და ეს ყოველდღიური რუტინა არის, რომ დილის თათბირის მერე ჯგუფები გადიან შემოვლაზე. და დღის განმავლობაში საღამომდე, მერე საღამოს თათბირის მერე დილამდე თხოვენ გარკვეული ოდენობის გადამოწმებებს. ანუ გარკვეული ოდენობის ხალხი, ადამიანები უნდა ყავდეს გაჩერებული, პირადობის მოწმობა გადამოწმებული, დასურათებული და ის სურათები მერე გადაგზავნილი საერთო ჩატში. და ამ ოდენობებს, აი მერე გოგი ილაპარაკებს, როგორც საპატრულო პოლიციას თხოვენ ოქმებს, ისე თხოვენ აქაც აი ამ გადამოწმებებს. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს წესით იფარებენ ხომ ამ კანონს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება კანონდარღვევით. ანუ ამ შემთხვევაში ეს პაპუნა ხო და მისი მეგობარი ხო არც ერთი აი ამ დათქმებში რაც არის ამ ჩამონათვალში არც ერთ ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ. იქ არ იყო არც დანაშაული მომხდარი, ეს არც ძებნილს არ წააგავდა ამ შემთხვევაში პაპუნა, არც ის უბრალოდ აი ამ საერთო იმაში მოყვა, რომ აი ამ ოდენობებში გადამოწმებებში, აი ამ საერთო რაღაცა გარკვეული ოდენობა უნდა შეესრულებინა აი ამ გარკვეულ ჯგუფს, აი ამ კონკრეტული ჯგუფს პოლიციელების და ერთ-ერთი აღმოჩნდა ეს პაპუნა. მე როგორც ადვოკატი ყვება, მანქანა მიუჩერესო, ანუ მე ბოლოს უკვე იღლებიან მანქანიდანაც აღარ გადმოდიან. მანქანას მიუჩერებენ, შეხედავენ, მე გადმოდიან აი ეს ნელ-ნელა და უღებენ სურათს, თუ ეხლა ის ადამიანი არ არის კონფლიქტური, არ აპროტესტებს მაინც და მაინც და არ იმას აშუება, გადმოდიან დაასურათებენ და ნუ ეს ითვლება ერთი ადამიანი პლუს გადამოწმებულია. ამ შემთხვევაშიც იგივესთან ქონა ადგილი, მაგრამ ყოველთვის აი თბილისში იქნება თუ რეგიონებში იქნება რა, ამ ხალხს უკვე ეს ერთი და იგივე ყელში აქვს ამოსული. ხშირად ერთი და იგივე ადამიანი, როცა ერთი და იგივე მარშრუტზე მოძრაობს, სამსახურიდან სახში და ასე შემდეგ, ერთხელ კი არა, არაერთხელ ხვდება უკვე ეს ჯგუფი და ყელში აქვს უკვე ამ ხალხს ამოსული ეს დადე, კი გასწორდი, სურათი უნდა გადაგიღო და ასე შემდეგ. და თვითონ თანამშრომლებსაც ყელში აქვს ამოსულები, სულ ყველა იგინება, ეს ფოტოგრაფებად გვაქციეს და ეს არის აი ამ რიგით თანამშრომლებში გავრცელებული ტექსტი. მაგრამ ითვლება, რომ საპოლიციო ეს ღონისძიებები ითვლება ყველაზე საუკეთესო პრევენციის საშუალებად, რომ თუ შენ ადამიანს გააჩერებ, მე ამას მოყვება ხომ პირად გასინჯვას ეძახიან, ანუ წესით კანონში პირადი გასინჯვა არის, რაც მარტო ვიზუალური დათვალიერებით უნდა შემოიფარგლებოდეს და მაქსიმუმ ხელით შეგიძლია ან სპეციალური ხელსაწყოთი გარედან გასინჯო ადამიანი ტანსაცმელზე და არანაირად ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ჩანთების ტრიალი და ასე შემდეგ, რაც ასევე ხშირად ნანახი გვაქვს. ხო და ესეც იყო ზუსტად აი ამის ფარგლებში რა, რომ აი ამაზე მე ეხლა იტყობა იმ პაპუნამ უკმაყოფილება გამოთქვა, ამათმა უკმაყოფილებაზე ისევ რაღაცით უპასუხეს, მე ისიც რაღაცას დაუბრუნებდა ისევ სიტყვას და ამაში შეყვებიან. მაგრამ მან ვიცი რა არის გიორგი, ანუ მან არის მე ჯერ ხო აი სწორად ხსნი, მაგრამ მეთოდით და დამოკიდებულებაც, მოქალაქეებთან ურთიერთობაც, ანუ კანონის ფარგლებში კი არ ხდება და აი როგორც სამართალდამცავმა შეიძლება მოსთხოვოს. იქაც რაღაცა ფუჭური ტერმინოლოგია. გინება, აი წარმოუდგენელი სიტყვების კორიანტელი. ყველაფერთან ერთად. ფუჭური ტერმინოლოგია არის, რაღაცა აგდებული დამოკიდებულება აქვს. კი მესმის რომ გააჩერა პოლიცია და ანუ ამათ როგორი აღქმა აქვს, რადგანაც მე შენ გაჩერებ, მე ყველაფრის უფლება მაქვს, ყველაფერი შემიძლია გაკადრო და ანუ ხო შეიძლება რომ ანუ ერთი წუთი დაუფიქრდეთ იმ მეორე მხარეს, ნებისმიერი რომ რაღაცა პრობლემები აქვს, ან გაღიზიანებული, ან ასე შემდეგ მოდის და მანქანიდან ჩამოგიწევს შუშას, ესე ძველბიჭურად გესაუბრება და ანუ ეს საერთო ჯამში რატო არის მანკიერი და მახინჯის სისტემა დანერგილი და არაფრის მომცემი არ არის ეს ეგრეთ წოდებული გადამოწმებები გარდა იმისთვის რომ ეს სტატისტიკები პირობითად რაიონიდან რეგიონის დონეზე რეგიონიდან სამინისტროს დონეზე მინისტრმა მე მიაწოდოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოვიდეს მე კობახიძე და ციფრებით ისაუბროს როგორც
როგორც აწყვევს მოქალაქეებს გინდათ ფასებზე, გინდათ სიღარიბის ზღვარს მყოფ ადამიანების რაოდენობაზე, დასაქმებულებზე და ანუ ამ სტატისტიკას სვავენ ვითომ დანაშაულის პრევენციისა და გახსნის ნაწილში და როგორი და მე ამ ციფრებს ხო ცდილობენ რომ წარადგინონ საერთაშორისო პარტნიორებთან და უთხრან რომ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, მხოლოდ აფასადურად სჭირდებათ, იმიტომ რომ მთლიანად სისტემა უკვე ფასადური გახდა, რეჟიმი ფასადური გახდა, რეალურ პრობლემებზე კი არ არის ორიენტირებული. ამ გადამოწმებებს, აი გიორგიმ თქვა და მე გოგიც იტყვის, ხო? ზოგადად სისტემაში ანუ ძალიან დაიღანენ, იცი რატო? იმიტომ რომ იმ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა წლების განმავლობაში რომ აჩერებს და სურათებს უღებს და გიჟივით ჩატში ყრის, ანუ ხედავს რომ ამას შედეგი არ მოაქვს, იმიტომ რომ კრიმინალი მაინც იმატებს, ნარკოტიკი მაინც იყიდება, ქურდული გარჩევები მაინც ხდება, დავერბორკება მაინც ხდება, ვიღაცების ფული შეწერვა, ანუ აზრი მაშინ ამას რისთვის გვაკეთებინებ, ხვდები და მე ამ ხალხის აი ნახეთ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადამოწმები მიემართება უკვე მათთვის არასანდო, არასასიამოვნო, არასასურველი პირების და პირთა ჯგუფის მიმართ, რომლებიც ან აქციებში არიან ჩართული, ან ოპოზიციურ პარტიებთან არიან დაკავშირებული, ან სხვადასხვა სამოქალაქო სექტორის ჯგუფებთან არიან დაკავშირებული. ხო დაიწყეს უკვე რეესტრები, ხო დაიწყეს უკვე. ამას მე შარშან ვიძახდი და ეს შარშან წინა თქვა პაპუაშვილმა, რომ ამ რეესტრს ვაკეთებთო და ეს მე რაღაცა ლოგიკურ ბმაში ამასთან წავ ამ ყველაფერთან. და აი გოგიც ზუსტად იგივე სიტყვის საპატიო პოლიციაში. ხო, აი გოგის აზრი მაინტერესებს, ეხლა რამდენიმე წელია წამოსულია სისტემიდან და აი ამას რო უყურებს, აი რა განცდა გაგიჩნდა გოგი. რა ვიცი, ჩემთვის ძალიან რთული არის ეხლა და ამას პოლიციელები მიხვდებიან მხოლოდ, ხო, არის ბატონი რაგლი, ბატონი გიორგი მიხვდება. კარგად, რომ 10 ადამიანი ერთ ადამიანს უტყავს, ანუ გასული არის აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებიდან, ხო? პოლიციელი კანონის ფარგლებში, როდესაც მოქმედებს, მაშინ არის პოლიციელი, თორე ისე დაჯგუფება არის, ეგ არის უკვე კრიმინალური დაჯგუფება და ზოგადად ძალიან რთული სასაუბრო არის, იმიტომ რომ ზოგადად რთული სანახავია ბორგილდადებული პოლიციელი. და ჩემთვის ძალიან ამაზრზენი ფაქტი იყო, იმიტომ რომ პოლიციელი არის საზოგადოების დაცვის სიმბოლო არის. პოლიციის მუნდირი არის, როგორ გითხრათ, აი სუბთა, წმინდა და სპეტაკი არის. და პოლიციის მუნდირი განსაკუთრებული ძაფებით, ოქროს ძაფებით არ იკერება, ხო? აი ეს მუნდირი, როდესაც გაცვია და კანონის ფარგლებში მოძრაობ, აი ამ ფარგლებში პოლიციელი არის ამაყი და ის ფორმაც მსუბუქი არის. მაგრამ როგორც კი აი ამ ფარგლებს გაცდება თუ არა პოლიციელი, დამიჯერეთ ეს ფორმა ძალიან მძიმე არის, ის სამხრები ძალიან მძიმე არის და აი კისერს ამტროს, ხერხემალში ამტროს პოლიციას და თან ისე რომ მთელი ცხოვრება უკვე თავდახრილი დადის და აი ძალიან მძიმე ფაქტი არის ეს, არ ვიცი, ჩემთვის. ეს არის სისტემური დანაშაული, იმის თქმა მინდა რა, ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და რავი, რაც მახსენდება, მაგალითს გეტყვით, მაგალითად იყო ხო ბორჯომში ტელეკომპანია იბერის თანამშრომელი გიორგი გასვიანი პოლიციელებმა ჟურნალისტი გალახეს. თქვენ წარმოვიდგინეთ, ხო არ იყო ის რაღაც რიგით, ანუ ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც აუცილებლად ისაუბრებს ამ თემაზე, ხო? და ეგეთი ადამიანი ცემდეს. იყო მაგალითად სიღნაღში მოქალაქე იყო მჭედლიშვილი, რამდენიც გვარი მახსოვს, ნეკნები დაულეწეს პოლიციელებს. ამას გეუბნები, რაც გაშუქდა უბრალოდ და რაც საზოგადოების გვამდე მივიდა. პოლიციელებმა, დიახ. და უბრალოდ შევახსენებ საზოგადოებას. რაღაცზე ვილაპარაკო 2019 წელი იყო, 18 წელი იყო, სიღნაღში პოლიციელმა კაცი გააუპატიურა უბრალოდ. ეგ ფაქტიც გაშუქებული იყო. ეხა ბოლოს რაც მოხდა, გახსოვთ ხო პოლივიზატორით, ანუ საღებავებით ბავშვები რო დააკავეს პოლიციელებმა და შემთხვევით რო ჩაიწერა აი ამ მოზარდმა. პატიმარი მამით რო ემუქრებოდნენ და რო ცემდნენ. ასევე ისანში რაც მოხდა, ისნის მეტროში რაც მოხდა, ხო? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც მენის და მეტყველების უნარი შეზღუდული აქვს, ესეთ ბავშვს როგორ უსწორდებოდა. პოლიციელი, რომელიც კანონს გაცდება, ის პოლიციელი აღარ არის. და გიორგი, იცი რა მინდა, ეგ 19 წლის ბავშვი იყო.
აი იმ პოლიციელებს შორის, რომელსაც ჩააცვეს პოლიციელის ფორმა 19 წლის. და რომელიც აი ამ სასტიკი ანგარიშწორებით მონაწილე აქციეს პოლიციელებმა. ანუ როგორც პოლიციელი 19 წლის ბავშვი კრიმინალურ პოლიციაში, როგორც პოლიციელი დეტექტივი რანაირად ხვდება? იმდენად, რამდენადაც უამრავი პროფესიონალი წავიდა დატოვა სისტემა და მერე აი ამ პირველი რუსული კანონის წაღების მერე პირველი რუსული კანონი რო უკან წაიღეს, იფიქრეს იქ რომ პრობლემა რა იყო, იქ მიხვდნენ რომ ანუ პოლიციის თანამშრომლების ოდენობა არ იყო საკმარისი, ერთი ღამე გაძლეს, მერე უკვე დასვენებული ხალხი აღარ ყავდათ და ერთი სიტყვით ამ პერიოდის მერე დაიწყეს შტატების გაზრდა. ამის მერე დაიწყო უკვე რომ მოხსნეს ეს უკვე აღარც უმაღლესი განათლება აღარ ჭირდებოდა, საშუალო განათლება, ასაკი, ყველანაირი ის შეზღუდვა მოხსნეს და даже ნასამართლები პირებიც უკვე მიღებულები არიან და ნასამართლები პირებიც მუშაობენ სისტემაში და მიიღეს ყველა ერთი სიტყვით. არ ვიცი უკვე რა ადრე სპეცპროვერკა ერქვა ხოლმე და თავისი კრიტერიუმები ქონა სანამ პოლიციის თანამშრომელი გახდებოდი, გადამოწმება მიდიოდა. ეხლა ალბათ ეს ამ ეგრეთ წოდებული სპეცპროვერკის კრიტერიუმებიც ძალიან დაბლა არის დაწეული ეს ზღვარი ალბათ. სხვათა შორის სამი იყვნენ მანდ, ერთი არის 18 თუ 19 წლის, მეორე 20, მესამე 21-ის, იმ 6-დან 3 არის 22 წლამდე. ანუ ეს სულ ახალ მიღებული თანამშრომლები რა. ხო და ამათ გამოცდილება ჰქონდათ მიტინგების დარბევის, აკაცუკების ეგრეთ წოდებული აკაცუკების დევნის და თუ იქ შეიძლება რომ ჩავიდე და ცემატყება თუ იქ დაშვებულია და მოსული არის, რატომ არ შეიძლება ვინმე საქართველოს ბანკის რომელიღაც თანამშრომელი პაპუნასიც რო წავარტყა წამოვარტყა ვითომ რა იქნება, რა უნდა მოხდეს ვითომ. ანუ იგივე პრინციპით მაგას ვერ გაუყოფ, მე ვერც ერთი ხელმძღვანელი ვერ დადგება და მაგის ახსნას ვერ დაუწყებს, ან რო აუხსნას, იმას არანაირი ეფექტი არ ექნება, რომ იქ რუსთაველზე ის აკაცუკები შეროცემე მაშინ და იქ რომ მოსული იყო ამათი ცემატყება. აქ გორში ამათ სხვანაირად უნდა მოეპყრო. თუ ეს მეთქი შენ ზევიდან დაშვებული გაქვს, ხო? ის ახალ მიღებული თანამშრომელი ზღვარს ვერ იგებს მერე რა. შენ თუ ამას არ აჩერებ თავის დროზე, ზღვარს ვერ იგებს მერე. სად უნდა გაჩერდეს ის ერთი წარტყმა და ორი წარტყმა ხდება, მერე 10 წარტყმა და მერე ცემატყება და დასისხლიანება. და აი ეს ხო და იქიდან იყო მაგის გაგრძელება იყო, ეგ გამოცდილება გადმოიტანეს ქუჩებშიც ეხლა და ეგ იყო ერთი შემთხვევა, თორე მილიონი იქნებოდა ეგეთი, რაც გადაღებული არ არის და რაც არ გაშუქდა რა. და უამრავი ფაქტი იქნება განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მსგავსი კადრები არ არის და ამ შემთხვევაშიც რო არ ყოფილიყო მოქალაქის მხრიდან, ანუ იმ ფორმულას ჟურნალისტის მხრიდან გადაღებული, ანუ საერთოდ რეაგირებას არ მოახდენდნენ ხელისუფლება, საერთოდ რეაგირებას არ მოახდენდნენ. მეცაც გეტყვით, როდესაც ეს კადრები გავრცელდა, კადრების გავრცელებიდან 5 საათი იყო გასული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებაც არ ქონდა გავრცელებული. რატო არ ქონდათ გავრცელებული? არ იცოდნენ, უბრალოდ ელოდებოდნენ მითითებას ზემდგომიდან, ანუ საერთო ნარატივი როგორი შეექმნათ, რა მიმართულებით უნდა წასულიყო, რა ბრალდება უნდა წარედგინათ და ბრალდება რომელიც წარუდგინეს უფლებამოსილების გადამეტება პოლიციელებს, უფლებამოსილების გადამეტება უნდა წარუდგინონ თითქმის უამრავს მასეც ყოველდღიურად. უფლებამოსილების გადამეტება იყო მანქანი და რო არ გადმოვიდა, ქუჩურად რო ესაუბრა, აგდებულად რო მიუდგა და ასე შემდეგ. ის ფაქტი რაც მოხდა, ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა და არაფრის დიდებით არ უნდათ ეხლა რომ ამ მიმართულებით განავითარონ ეს საგამოძიებო პროცესი. არც გააკეთებენ ესენი, ამას არც ანუ ამ გამოძიებას ამ მიმართულებით არ წაიყვანენ. ანუ აგინებდნენ, დაკავებულს სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი აფურთხებდა კიდევაც, ანუ ბოლოს ანუ შეაფურთხა დაგდებულს და წარმოუდგენელი სიტყვებით მიმართავდა. რაც შეეხება მაგ 19 წლის ბავშვს, მან ანუ ამ ხალხს ჯერ ნიშნავენ გედედეში, იმიტომ რომ გედედეს მოუხსნეს აბსოლუტურად ყველანაირი კრიტერიუმი და შეგიძლია რომ მე 9 კლასის, ანუ 9 კლასს დამთავრებულიც კი მიიღო და მერე აკეთებენ
ეძახიან ტრანსფერებს და იქიდან მე გედედედან ნიშნავენ კრიმინალურ პოლიციაში, საპატრულო პოლიციაში, ანუ აი რო უნდათ მაგალითად პირობითად აი დარწმუნებული ვარ ეხლა გენერალური ინსპექციის უფროსად რო დანიშნეს ბიძინას დაცვა ვიღაცა, ანუ მაგას ხო რავი CV-ში ეწერება დავიბადი აქ და მე ვიყავი ბიძინასთან და გავხდი გენინსპექციის უფროსი. მეტი განათლებაც არ აქვს მე მგონი. ანუ რას აკეთებენ? ნიშნავენ GDD-ში, ხდება სისტემის თანამშრომელი და მე აკეთებენ შიდა გადაადგილებას. უკვე შიდა გადაადგილებისოს მიღების კრიტერიუმები, ანუ სამოქალაქო და რომ მოდის სისტემაში, მაგ კრიტერიუმებს აღარ ითხოვს სისტემა, ანუ ხდები, ანუ ესე აქვს შეფუთული. და რას, ანუ 19 წლის ბავშვს ჩვენ რა ვთხოვთ, გიორგი? აი რა უნდა მოთხოვო, როცა ეს ბიჭი უყურებს მასზე 15-20 წლით გამოცდილ ადამიანს, სისტემაში მუშაობის ადამიანს, რომელიც ინიციატორია ამ ძალადობის და იმისთვის ხდება ეს ნორმა, იმისთვის ხდება, რომ თუ მეც ესე მოვიქცევი, ანუ მეც უკვე მეტი შესაძლებლობა მექნება განვითარების და დაწინაურების. და საბოლოო ჯამში ამ ადამიანების მიმართ, ანუ ამ ადამიანებში გულისხმობ ჩვენს მოქალაქეებს, სისტემაში მიდის წარმოუდგენელი ზიზღის გაღვივება. რომ ესენი არიან, მტრები ესენი არიან, ჩვენი რაღაც აგენტები, მოსყიდულები. წულუკიანის განცხადება გავიხსენოთ, რაღაცა ძმაბიჭები ვით რო ელაპარაკა, რა ქვია, პოლიციელებს რომ მტრებს ნუ გავახარებთო. აი ამაზე მკაფიო მაგალითი რა უნდა იყოს? კი, აი წულუკიანის განცხადება არის მთლიანი ამ სურათის შემკვრელი. ზოგადად როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ერთი მხრივ და მერე ეს დამოკიდებულება როგორ იშლება სისტემაში თანამშრომლამდე. იმიტომ რომ წულუკიანი იძახის რომ ნუ მისცემთ ჩვენს მტრებს, ანუ ჩვენ ვართ მტრები, ის პაპუნა არის მტერი, ის ჟურნალისტი არის მტერი, ანუ მიზან მიმართულად ხდება საზოგადოების გახლეჩვა და ამ პოლიციაში საზოგადოების მიმართ ზიზღის დონის აწევა. იმიტომ რომ სხვანაირად, აი გიორგიმ რას თქვა, მეც ხომ აქვს ეს არაერთხელ სხვადასხვა ეთერებში მოყოლილი როგორ გაზარდეს, ანუ პირველი რუსული კანონი რო გაიტანეს უკან, გიჟივით დაიწყეს შტატების ზრდა. მიხვდა მაშინ ხელისუფლება, რომ ერთადერთი საყრდენი არის ძალოვანი სტრუქტურა და ამ ძალოვან სტრუქტურაში უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ და ამიტომ იყო რომ ყველას მისცეს, ანუ ნიღბები და აუნთეს მწვანე შუქი. რო არ ქონდეთ ამათ მწვანე შუქი ანთებული მსგავს ძალადობაზე. ანუ მაშინ ამას უბრალოდ ვერ გაბედავდნენ. და საბოლოოდ აი შევაჯამოთ ეს ფაქტი, სად არის პასუხისმგებლობა. აი რომც გავყვეთ დაუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ნარატივებს. პასუხისმგებლობა დეპარტამენტის დირექტორის, პასუხისმგებლობა სამმართველოს უფროსის, პასუხისმგებლობა კურატორი მინისტრის მოადგილის, პასუხისმგებლობა მინისტრის, ხელისუფლების, ანუ მორალური პასუხისმგებლობა მაინც სადა აქვთ. ხდებით, ანუ ეს რო ხდება არ იყო ბრძანება გაცემული და თვითნებურად მოქმედებდნენ, მით უფრო შესაძლებელი არის სისტემა, იმიტომ რომ თავიანთი თანამშრომლები მოქალაქეებს, ვის, ანუ რაც არ უნდა ყოფილიყო ის ბიჭი, ხო, ანუ ყალებში მოდი დამნაშავე დავარქვათ, რომც დამნაშავე ყოფილიყო სამართლებრივი საფუძვლები სად არის. აი ძალიან კარგად ეცოდინება გოგისაც და გიორგისაც, სულ ორადორი საკანონმდებლო ბაზა აქვს, ანუ ორადორი დოკუმენტი აქვს, რითაც მოქმედებენ. ეს არის კანონი პოლიციის შესახებ და დეპარტამენტის დებულება. მეტი აბსოლუტურად არაფერი არ არსებობს. ხომ მოიყვანეს დანიის მაგალითი, როდესაც რაღაცა კონკრეტული ჩხუბი რო ხდებოდა, რაც გადაცდომა თუ რა პოლიციელების მხრიდან რაღაც მოქალაქის დაკავების მაგალითი, ამაზე ხო პროპაგანდა აპელირებდა. დანიაში, ამერიკაში, საფრანგეთში, ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში ამათ აქვთ გაწერილი მთელი რიგი კანონმდებლობები, როგორ მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდამცველი. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროში ესეთი რამე არ არსებობს. ამისი მცდელობა იყო, რომ შეექმნათ განსაკუთრებით ევროკავშირის მხარდაჭერით, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, რავი, სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციები სთავაზობდნენ, რომ ჩამოყვანილი ყავდათ ექსპერტები და მოდით საკანონმდებლო ბაზას მოგიწესრიგებთ და მეტიც გაგიზრდით უფლებამოსილებას კანონის დონეზე. ოღონდ იქ დათქმები უნდა ყოფილიყო, რომ თუ მოხდება პოლიციელის მხრიდან
ძალის გადამეტება თუ მოხდება პოლიციელების მხრიდან უკანონო ქმედება, ამაზე როგორ უნდა მოხდეს რეაგირებები. ეს არა აქვს. დარახველიძე დარახველიძე არის აი მეცინება ხო დარახველიძე ითვლება სამინისტროში ყველაზე ჭკვიან და ყველაზე ჭკვიანი კი არა, დარახველიძე არის მიზანმიმართული მავნებელი, ანუ სისტემაში, იმიტომ რომ ის ერთადერთ რაღაცაზე არის ფოკუსირებული, როგორ გააყალბოს ფალსიფიცირება, როგორ გაუკეთოს, ანუ ეს საქმე როგორ ასე თქვათ დღის წესრიგიდან დასანქცირებული დარახველიძე, ასე უნდა მოვიხსენიოთ ის. ხო და რისი თქმა მინდა, ანუ ამას უბრალოდ ამ ფაქტს, ანუ ეს ფაქტი, ხო? აი ნახეთ ეხლა კიდაც სასამართლო როგორ ჩაით, ამასაც დაგრიფავენ, ამასაც ანუ საზოგადოება ვერ გაიგებს, რამდენს მიუჭიან, რამდენ ხანში დატოვებენ ეს ადამიანები, ანუ ჯიგრულად როგორც აი წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ესაუბრა, ესე ჯიგრულად, აუ ძმებო, რატო გააკეთეთ ეს, რა გინდოდათ, რატო არ დააკვირდით, რომ არავინ არ გიღებდათ, რატო არ ანუ ის კი არა რომ ხალხო რას აკეთებთ, ხდები, ანუ სად ხართ, ანუ რას შვებით, ეს კი არა. პირიქით, ანუ ეს როგორ გაგეპარათ ბიჭებო, რომ ვიღაცამ გადაგიღოთ და მე ეს გავრცელდა ეს კადრები, ანუ ამაზე წავიდეთ. ხო, ერთი რამე მინდა ვკითხო, დღეს TV პირველს ჰქონდა ესეთ სიუჟეტი, რომ თითქოს ანუ იქაც ჩანს კადრებში, რომ იღებენ თვითონ ამ პაპუნას, ხო, აი რომ ეს რისთვის იღებენ, ანუ ის კი არა ის ფოტო, რომელიც მერე უნდა ჩააგდონ იმაში, ჩატში უნდა ჩააგდონ, იღებენ თვითონ შეურაცხყოფის და ცემის ფაქტს თვითონ პოლიციელები. გოგიმ ხო მოიყვანა აი ბავშვები რო დააკავეს პოლივიზატორით. ხო. თუ გახსოვთ თქვენ, პოლიციელია უნება ესეთ რაღაცას, რომ ხელმძღვანელი არისო გიგლა ჯუნაშვილიო. ეს ანუ რომ მივხვდეთ უბრალოდ აი მსმენელი რომ მივხვდეს ეს გიგლა ჯუნაშვილი პოლიციაში არის აპრობირებული მეთოდი დამაკანინებელი სიტყვა არის ანუ გიგლა ჯუნაშვილი არ არსებობს არ არსებობს მოგონილი ის არის მოგონილი არის ხო აი გიგლა ჯუნე ანუ აი რამდენადაც აი ამაზრზენი და ისე იყოს ხვდებით ანუ ესე ანუ კვეთს რომ ეუბნებიან ეს იგულისხმება ხვდები და ამასთან თუ დავკვირდით იქ პოლიციელებიც იღებენ ვიდეოებს. ანუ მე მინდა რომ სმენელმა გაიგოს იმ ფაქტებზე, რომელსაც ან კადრები არ არსებობს, ან გადაღებული არ არის, მოქალაქეებს როგორ ეპყრობიან და როგორ ესაუბრებიან, რა ტერმინოლოგიით ესაუბრებიან. აი იმ საუბარში სადმე იკვეთება, აი წერან გოგიმ თქვა შესანიშნავად, რომ ეს ფორმა რაღაცა ის ხო არ არის, რომ ჩაიცმევ და ფორმა გაგხდის, ხო, ანუ შინაგანად უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული და ფორმას მოყვება პასუხისმგებლობა და ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი ქვეყნის წინაშე. აი მეტი ხო არა, ანუ ეს საუბარი არის მიღებული შინაგან საქმეთ ამ ვორდინგით თუ დაესაუბრებოდნენ მოქალაქეებს და კადრებს ამას რასაც იღებენ, მე უგზავნიან ხელმძღვანელობას. მე ხელმძღვანელობა იქ თუ არის რაიმე ჭყალებში ისეთი რომ აი ნახეთ რა მაგარი ოპერაცია, ანუ ოპერაციას ეძახიან დამცირებას, ოპერაციას ეძახიან დაჩმორებას, ოპერაციას ეძახიან სემას, დაკავებას და ასე შემდეგ. ანუ ყველა ეს კადრები ეგზავნება დირექტორს, დირექტორი უგზავნის მინისტრს და მე მინისტრი წვეთს ეს გადაუგზავნოს პირობითად პარლამენტს, მთავრობას თუ ასე შემდეგ. ანუ თავს რო ისულელებენ ხაბეიშვილის სემის კადრებიო არავის გადმოუგზავნიაო ხაცარავას სემის კადრები არავის ანუ ყველა სემის კადრებზე და მე ერთობლივად ამაზე ღლიცინებენ ამაზე ხორხოცებენ რა მაგრა გაუსწორდნენ და აი მოკლედ აი წარმოუდგენელი სიბინძურია. ანუ ირაკლი, ბოდიში, ეხლა იცი რა მახსენდება? აი ეს კრიმინალური დაჯგუფებები რო არის ახალგაზრდების. გიგა ავალიანის შემთხვევაშიც რა დაჯგუფებაც მოქმედებდა, რომ იღებენ, ცემენ თავის თანატოლს, შემდეგ ამას იღებენ და შემდეგ ჩათებში და რაღაც სოციალურ მედიაში ავრცელებენ. აი რითი განსხვავდება დღეს პოლიცია ამ კრიმინალური დაჯგუფებებისგან? ხო ერთ-ერთში იგივეს ლაპარაკობ. ეკა სავსე არის აი ქალაქი აი ქალაქი სავსე არის ნარკოტიკებით, ქალაქი სავსე არის კრიმინალური გარჩევებით, ქალაქი სავსე არის ქურდული რაზბორკებით ეგრეთ წოდებული და იმის ნაცვლად პრევენციას და მოქალაქეებს, ანუ ჩვეულებრივ ბანკის მოქალაქეს, ანუ რა არის წარმოუდგენელი არის. ანუ ამ პრევენციას და ამ მიდგომას ამ კრიმინალების წინააღმდეგ კი არ იყენებენ. ამას იყენებენ ეგრეთ წოდებული მათი
არა ამომრჩევლების წინააღმდეგ. ხალხო, ანუ სანამ თქვენ ამას არ გაიაზრებთ, რომ მთავრობა ყოფს საქართველოს თავის ამომრჩევლებად და მტარებად, მანამდე ჩვენს ქვეყანაში პროცესები არ შეიცვლება, მანამდე ჩვენ არაფერი არ გვეშველება. ანუ მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებაში კი არა აქვს გაყოფილი ფუნქციები, რომ დანაშაულის პრევენცია, ვისი დანაშაულის, ვის ვებრძოლოთ, არგე ჯგუფები ვინები არიან, რა მეთოდოლოგია გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მითითება, რომ ანუ ვინც არის რაღაცა ფორმით ჩართული ან აქციებთან, ან საერთაშორისო საზოგადოებასთან, ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ან ჟურნალისტებთან, ამ ხალხის ტარგეტირება მოხდეს, რომ ესენი არიან ჩვენი მტრები და ამათ ვებრძოლოთ და არაფერი სხვაობა არ არის. ეკა გინდათ იმ 19-20 წლის ბანდა ბავშვები, რომლებაც მოკლეს გიგა ავალიანი, მასეთი დაჯგუფებებით სავსე, აი მე დარწმუნებული ვარ, აი იმას კითხეთ, აგერ გიორგიც ახსნის კარგად და გოგიც ახსნის. თქვენ არიცით თბილისში რა ხდება ღამის პირველი საათის შემდეგ. ხო გაქვთ მულტფილმი ნანახი, კონკია, რაღაც 12 საათს რომ მიაღწევს და რო შეიცვლება, ანუ ეს რაღაცა მდიდრული, რომ ისევ გოგრა გახდება. თბილისში გადით სმენელს მიმართ ღამის პირველი საათიდან დილის 5 საათამდე და თქვენ თუ თბილისი იცნობთ და თქვენ თუ ესეთი თბილისი მოგწონდა, თქვენ თუ ესეთი ქალაქი მოგწონდა, ღმერთმა შეგარგოთ. კატასტროფა ხდება. ღამის თბილისი თქვენ არ იცით, არავინ არ იცით. საგიჟეთი ხდება, განსაკუთრებით საბურთალოს რაიონში, განსაკუთრებით კრიმინალური, აი ეს ბავშვები, აი როგორ გითხრა, ეკა, აი წარმოიდგინე, რომ დღისით ესენი ეს ხალხი არ ჩანს, ანუ შეიძლება საზოგადოება სახელით კი არ იცის და აი ღამე რო გამოდიან და არბევენ, ანგრევენ, ძარცვავენ, კატასტროფა ხდება. მაგას თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც კი ბიჭები, აი ვინც ნორმალურები არიან, შემორჩენელები, ისინიც კი აი არ იციან უბრალოდ რა გააკეთონ. ამის მექანიზმები არ აქვს. დააკავონ, თუ დააკავონ, სად გადაიყვანონ, ძირითადად არასრულწლოვანები არიან ესენი, ანუ არასრულწლოვანი ბავშვები. საგიჟეთი ხდება. ეხლა მე მინდა რომ აი ორი კითხვით ამომწუროთ ეს გორის ამბავი. კონკრეტულად ეს ამბავი. ერთი რომ რაბედიელის პაპუნა ლოცულაშვილს იმიტომ რომ მის წინააღმდეგ საქმე ისევ აღძრულია და მეორე აი მამიდის ამბავი. ეს ადამიანი რომელიც არის სკოლის მასწავლებელი, ყველაზე ესეთ მოწყვლადი ჯგუფი იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე დიდი გავლენა შეუძლია მასზე მოახდინოს მართლ რეჟიმს, როგორ ცვლის თავის, ასე ვთქვათ, ინტერვიუს შინაარს პირველ დღეს და მეორე დღეს უკვე პროპაგანდისტულ ტელევიზიებთან. და ეს რო ავხსნათ, როგორ ხდება ეს, გიორგი? და შემდეგ უკვე გოგისთან გადავიდეთ და დავიწყოთ ლაპარაკი პატრულზე. ნორმალურ ქვეყნებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი არის 25-30%. ჩვენთან არიან 50-60-70%-ზე არიან, ეხლა საშუალოდ ესე არის სტატისტიკა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. მაგრამ ესეც არ აკმაყოფილებს. მივიდა ახალი უფროსი, ცდილობს რომ გადაასწროს წინა უფროსს. რო არ ხდება დანაშაული, ხო ამ ხალხს ქუჩაში რო უშვებენ, იძულებულს ხდიან რომ მოიგონონ დანაშაული. ანუ თუ იმ დღეს თქვათ არაფერი არ ხდება გორში, 2 დღის განმავლობაში თუ არ ხდება არაფერი, როგორ არ ხდება? როგორ არ ხდება რა? წამალს არავინ არ იკეთებს, არავინ არაფერს აღარ იპარავს, იარაღი არავის აღარ დააქვს, დანით არავინ აღარ დადის და ესენიც იძულებულები არიან მერე რომ დადიან და ეძებენ აი ესე რომ ნებისმიერი პაპუნასნაირი თუ არ დადის ვიღაცა ისეთი ადამიანი რომელიც კრიმინალს გავს ხო მერე გადადიან აი ესეთ ბანკის თანამშრომლებზე აი ესეთ ჩვეულებრივ ადამიანზე რომელსაც არაფერი ის არ აქვს არაფერი გონიერი ეჭვის საფუძველი არ არსებობს რომ ის ადამიანი გააჩერო გაჩხრიკო ან რაღაცა იმას აქნა რაღაც დააბრალო მაგრამ იგონებენ უკვე აი მას აი ამ სტატისტიკის დევნა კიდევ არის აი ერთი კიდევ ეს ხალხი მე რაც მოსმენილი მაქვს დღემდე ესე გრძელდება ეს რიგითი თანამშრომლებს აი ეს ყოველი დღის შემოვლები
მერე ღამე ეს მარაზმი რომ რაციებით მთელი ღამე რაციებში წივილ-კივილი ამ ხალხს რომ აი უსაქმუროთ როა რატო აკეთებენ ახლა ამას ხო რომ ანუ ამ ხელფას რომ გირიცხავთ თან აყვედრიან ამ ხელფას ვინმეს ხო არ გონია რომ ამ ხელფას სიხარულით აძლევენ უხდიან და ესენიც კმაყოფილები არიან და ყველაფერს იმიტომ ასრულებენ იმასაც აყვედრიან მერე ყველა იმ დავალების მერე აყოლებენ მაგ ფრაზას რომ ის ხო კარგია თუ ის ბოლოს რომ ბარათს რო შეყობ და გამოიღებ ფულს ის ხო კარგია და აი ამას მერე 2026 წელია მიდის აი ეს საბჭოთა დროინდელი ძველი რაციებით ეგრეთ წოდებული პერეკლიჩკები გადმოეცი ადგილმდებარეობა და მდგომარეობა გადმოეცი ყელში აქვს უკვე ამ ხალხს ეს ამოსული რა და მერე შეურაცხყოფაზე გადადიან თუ არა გამოვლინება დაგაყენებენ მთელი ამ ხალხის წინ კოლექტივისი და შეურაცხყოფაზე გადმოდის ეს უფროსები ძირითადად ეგრე არის ხო და ამასაც მე აღარ უნდა ეს შეურაცხყოფა აღარ უნდა ის და მე მით უმეტეს მეცნიერულად არის დადასტურებული შენ თუ ადამიანი მოხდება იმ გარკვეულ ინსტიტუციურ გარემოში და მისცემ უფლება მოვალეობებს აი როგორც სტენფორდის ექსპერიმენტი იყო როცა აი ეს 24 წარმომადგენელი გაყვეს ციხის თანამშრომლებად და პატიმრებად მე იელის უნივერსიტეტის მეცნიერულად არის დადასტურებული როგორ აღმოცენდა ეს სწრაფად და როგორ მოიცვა თელი გერმანული მოსახლეობა და გერმანიის მთელი მოსახლეობა სწორედ ამის შესასწავლად ჩატარდა ეს ცნობილი ექსპერიმენტი რომელმაც ეიხმანის კი ეკა გეთანხმები ზუსტად ეიხმანის საქმის მერე იყო აი ეს ბოროტების ბანალურობა ის ცნობილი ის ტერმინიც მერე საიდანაც შემოვიდა და რაზეც დაიწერა საერთოდ ეიხმანის საქმის მერე იყო ეს რომ შენ ფსიქოლოგიურად ამათ გადააქვთ მერე აი იმ დარბევების დროსაც ბრძანების გამცემებზე ხო ადამიანი რო ხდება იმ ინსტიტუციურ გარემოში ეს ფიქრობს რომ მე დამნაშავე არის ბრძანების გამცემი მე ბრძანებას ვასრულებ ანუ და მაგას იფარებს ყველა ეს მეცნიერულადაც ეგრე არის მე იმიტომ ცდილობ ეს და ავხსნა რომ მეცნიერულადაც დადასტურებული არის ეს და თან ჩემი თვალით მაქვს ნანახი რა ეს ყველაფერი რომ როგორ კეთდებიან ეს ადამიანები ერთი სიტყვით ბუნჩულა დედიკოს ბიჭები და ჩაის და ბულკზე გაზრდილი ბავშვები რომლებიც პოლიციაში მოდიან მე როგორ კეთდებიან აი ესეთ ადამიანებად რასაც გორში უყურეთ რა ხო და პირველი რასაც იმოქმედებდა სისტემა რასაც მოიმოქმედებდა პაპუნას გარშემო დაიწყეს ეხლა ყველაზე მოწყვლადი ვინ იყო მის გარშემო სივრცეში რა თქმა უნდა მამიდა აღმოაჩინეს მასწავლებელი ყველაზე ადვილი ვიზეც არის ზემოქმედება და აგე მამიდამ ერთ დღეს ერთ სიძახდა მეორე დღეს გამოვიდა და საერთოდ რა შუაში არისო რის სისტემა რა სისტემაო საერთოდ რა შუაში არისო არა და რო არა ეს ჟურნალისტები რო არა ეს რეზონანსი ხო ამ პაპუნას დიდი ალბათობით დაიჭერდნენ წინააღმდეგობაზე იქნებოდა მარტო დამნაშავე ამათ არაფერი არ გამოჩნდებოდა დანაშაული და ამ საქმეს ეკნებოდა კაციშვილი აღარ იქნებოდა მე პაპუნას მომკითხავი არავინ ეხლა რას აკეთებენ რომ იმიტომ დადგენილებით არის გამოშვებული გარეთ რომ ეს პირველი ეს უკმაყოფილების ტალღა რა წამოვიდა ხალხიდან რომ ეს ჩაეცხროთ დადგენილებით გამოუშვეს პაპუნა მაგრამ საქმე გრძელდება გინდა არ გინდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 11 კაცი გაუხდა დასაჭერი ძალადობაზე და ცემატყეპაზე იმათაც იმ სპეცრაზმელების საქმეში ცხოუფლებამოსილების გადამეტება არის რახან დადასტურდა ეს წამების ფაქტები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ეხლა არ უნდათ რომ ამასაც წამების ის მიეცეს კვალიფიკაცია ყველაფერს იზავენ რომ კვალიფიკაცია არ მისცენ არაადამიანური მოპყრობის წამების და რაიმე კონვენციური დანაშაულისკენ რომ წავიდეს ამიტომ უფლებამოსილება გადაამეტა რას გადაამეტა ანუ პოლიცია ესე არ მივიდა და თავისით არა პირველი საქციელი პირველი მოქმედება იყო პაპუნასგან ესეთ სურათ შექმნიან და ამას ემსახურება ეგ ყველაფერი რომ ჯერ იყო აგრესია პაპუნასგან თავიდან დანაო ვითომ მერე გადააკეთეს ბლაგვისაგვანიო და ქვაისროლაო ანუ პირველად დაზიანდა პოლიციელი და მერე უკვე ამათ იქმედება საპასუხო იყო პოლიციის და აი მანდ გადააჭარბეს უკვე უფლებამოსილებას ანუ მაგისთვის ჭირდებათ რომ
ეს პაპუნაც უნდა იყოს აუცილებლად ბრალი უნდა წაიყენოს მასაც, უნდა დაადასტურონ მისი დანაშაული, ანუ ჯერ ეს ყველაფერი დაიწყო პაპუნამ, ჩაიდინა ჯერ დანაშაული, ქვა ესროლა და მე ამათმა უბრალოდ გადააჭარბეს რა იმას უფლებამოსილებას გადაამეტეს რა და ვითომ სუიო ეს იყო ყველაფერი. იმ პოლიციელს წამოაწვენდნენ ახლა საავადმყოფოში 21 დღე, საკმარისია რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისგან მოვიდეს დასკვნა რომ დაზიანება აქვს ნაკლებად მძიმე, ხარისხი დაზიანების არის ნაკლებად მძიმე და ეს საკმარისია უკვე რომ პაპუნას ბრალი წაუყენონ წინააღმდეგობაში 353-ში და ამათ კიდე 333 დარჩებათ უფლებამოსილების გადამეტება რა. ესე არის ყველანაირად თუ ეს ზეწოლა არ გაგრძელდა ისევ საზოგადოების მიმართ მხრიდან ხო ეს დაავიწყდება ყველას ამ დროს დაეწევათ ეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც დაეწევათ და ზუსტად ეგ იქნება რომ იმასაც ანუ ორივე მხარეს ესე მშრალად წაგებას არ შეეგუებიან რა უეჭველი ადრეც ამაკ ნათქვამი და ეხლაც იგივეს ვიმეორებ აი ეხლაც ყველას ვაფრთხილებ მანდაც და მაგ სისტემაშიც და ისე საზოგადოებასაც ეს თუ ესე გაგრძელდა აქამდე არის უბრალოდ ბედის აი შემთხვევითობა არის რომ სხერპლი არ მოყვა აი ამას ესე ეხლა ცოტა ხანი ეტყვიან 2 კვირა რომ გაჩერდით ესენი ხალხი შემოვლები გადამოწმებები არ გვინდა 2 კვირის მერე გააგრძელებენ ისევ და ეს თუ ისევ გაგრძელდა აუცილებლად ფატალურად დასრულდება აი აუცილებლად სხერპლი და მე ეჭვი მაქვს რომ აი ამის რასაც ისწავლიან ხო ახალ საკანონმდებლობა რაღაცა ცვლილებას შეიტანენ რომ აი ესე გადაღება როცა პოლიცია მუშაობს სიტყვაზე აი ამას ჩათვლიან რომ მუშაობა და აკრძალავენ გადაღებას მაგალითად რომ მეორედ ეგეთი რამე აღარ მოხდეს საჯარო და გადაღებული აღარ იყოს რა აი რაღაცა ფორმით შეზღუდავენ რომ თუ პოლიცია სადღაც მუშაობს ან რაღაცა თანხმობის გარეშე აკრძალავენ იმის დამატება მინდა რომ როდესაც სახელმწიფო ბანკის თანამშრომელზე იძახის რომ ქვითემუქრებოდა პოლიციას ესე იგი რა გამოდის ხო ესე იგი საქართველოს ბანკის თანამშრომელი ქვით დადის რომ სადაც პოლიცია დაინახავს ქვით გაეკიდოს ანუ ეგ ხო ჩვეულებრივად შეურაცხყოფა თანამშრომლების შეურაცხყოფა არის თან ბანკი არის ისეთ დაწესებულება ისეთ სისტემა არის რომ იქ არის აბსოლუტურად ფსიქიკურად დანახტორებული ადამიანები ხშირად უტარდება ტრეინინგები იმიტომ ხასიან ქაღალდებთან და უბრალოდ ფულთან აღრჩება მოვიდგინეთ ეხლა რომ ესეთი თანამშრომელი ბანკის თანამშრომელი ქვით დასდოს პოლიციას ქუჩაში ეგ უბრალოდ არ არის კარგი მოფიქრებული და სამწუხაროდ სხვა შემთხვევაში უფრო უკეთესი შეუძლიათ რომ მოიგოს და ბოლოს და საზოგადოების მხრიდან ზეწოლამ და იმ აი სიუჟეტმა რაც ფორმულამ გააკეთა გამოიწვია იმ 5 სპეცრაზმელის დაკავებაც და აი ამ კადრებმა აი ამ ვიდეო კადრებმა და საზოგადოების ზეწოლამ გამოიწვია ამ პოლიციელების დაკავებაც სხვა შემთხვევაში სისტემა არც ერთ შემთხვევაში არც ერთ თანამშრომელს არ დასჯიდა და ეს საქმე რო არ მიეცეს დავიწყებას და ესენი მიდან მიმართულად ამ პროცესს დროში გაწელავენ უნდა იყოს მაქსიმალური ზეწოლა რა თქმა უნდა სხვა შემთხვევაში უარეს შედეგებს მივიღებთ ჩვენ უფრო კატასტროფულ შედეგებს და ყოველდღიურად გაუარესდება მდგომარეობა მოგეთ ეხლა მინდა გადავიდეთ საპატრულო პოლიციაზე და სიღრმისეულად ვილაპარაკოთ რა შეიცვალა ამ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ან 11 წლის შემდეგ როგორც გოგიყვება უბრალოდ შემიშთაბეჭდილება მინდა გაუზიარო მაყურებელს რომ გოგი რო დამიკავშირდა და რო გამომიგზავნა ხმოვანი შეტყობინება რომ ვუსმენდი აი გამახსენდა ის ძველი დრო როცა განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა გქონდა პატრულთან, რაღაც განსაკუთრებული ემოციები გვიხაროდა პატრულის დანახვა, აი რომ გადმოდიოდნენ უკიდურესად ზრდილობიანად გველაპარაკებოდნენ, ძალიან მოწესრიგებულები იყვნენ, როცა მათი იმედი გქონდა და სულ ვადარებ აი ამ ძველ შეგრძნებებს, ეხლანდელ შეგრძნებებთან, როდესაც აი პატრულის მანქანას დავინახავ, აბსოლუტურად განსხვავებული ემოცია ჩდება ჩემში.
თავის დაუნებურად, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ამას წინათ გამაჩერა პატრულმა და მოულოდნელად ფანტასტიკური ეკიპაჟი შემხვდა, ანუ იმის თქმა მინდა რომ არ შეიძლება ესე განვაზოგადოთ ყველაზე, ვინც პატრულში მუშაობს, რასაკვირველია იქ დარჩენ ძალიან კარგი ადამიანები, თუმცა ეს განწყობები შეიცვალა რადიკალურად, რაც იყო 2012-13 წლამდე, ანუ რაღაცა მომენტში შემდეგ ეს უკვე გარდატეხა მოხდა და დღეს პატრულის მანქანებს რო ვხედავთ, თვითონ ჩვენგანს გვიჩნდება შიშის, აგრესიის, ბრაზის რაღაცნაირი ნარები, ეს ემოციური ნარები. გოგი, მოგვიყევი შენი ამბავი, რატო შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება საპატრულო პოლიციის მიმართ, აი შენი ისტორიის მაგალითზე მინდა რომ ეს მოყვე. ესე იგი, მოკლედ რო გითხრათ, 2011 წელს, როდესაც დავიწყე მუშაობა, საპატრულო პოლიციაში, როდესაც მივედი, როგორც სტრუქტურა იყო გამართული აბსოლუტურად. აქ გულისხმობ ავტოპარკს, გულისხმობ სამეურნეოში გულისხმობ საწყობს, ხო, სადაც ჩვენი ფორმებია, არ ვიცი, ყველანაირი ინვენტარი იყო აბსოლუტურად მოწესრიგებული. ახალი ავტომანქანები გყავდა, თითქმის ყოველ 6 თვეში ჩამოვდიოდა ახალი მანქანები, ანუ ძველები მიყავდათ 80-85,000 კილომეტრ გარბენით და მოდიოდა ახალი მანქანები. ფორმები აბსოლუტურად არ ვიცი, მაშინ ხელმძღვანელები სასტიკ საყვედურს აძლევდნენ ხოლმე თანამშრომლებს იმის გამო, რომ ფორმა თუ მოუწესრიგებელი ქონდა, რომ ყოველთვის იყო მითითება იმაზე, რომ საწყობში მოიკითხე და არ დაგხვდა, საწყობი იყო საოცრად. ნებისმიერ ინვენტარი, რაც კი საჭირო იყო, ყოველთვის იყო საოცრად. აღარ ვსაუბრობ პირად ჰიგიენას, რაც შეიძლება რომ ერთად პირად ჰიგიენის თვის მოიყენო, ხო? რაც შეეხება მუშა პროცესს, ჩემი მუშა პროცესი შემოიფარგლებოდა მაგალითად მოქალაქიდან თუ შემოვიდოდა ზარი 112-ზე საფულეს პოვნასთან დაკავშირებით, მობილური ტელეფონისთან დაკავშირებით. ძალიან ელემენტარული შეტყობინები მქონდა ხოლმე შესავსები რა და დაახლოებით წელიწადნახევარი ისე ვიმუშავე, რომ რადიოსადგურზე ისეთ შეტყობინება არ შემოსული, რომელიც სისხლის სამართლების ჯგუფს განეკუთვნება. ყოველთვის ვიყავი რაღაც, ანუ ძალიან მარტივ გამოძახებებზე დავდიოდით ხოლმე ყოველთვის. და არ შემწყვები ხა თუ ვიტყვი, აი პარკეტის პოლიციას ასახიან თავიდან რომ მივედი ზუსტად ეგეთი სიტუაცია დამხდა. აი 2013 წლის ბოლოდან უკვე აშკარად შეიცვალა ყველაფერი, იმიტომ რომ აი წარმოვიდგინეთ რაღაცნაირად უცებ მოკვდა ეს სიტუაცია, რომ ვიღაცამ საფულე იპოვა, მოკვდა ეს სიტუაცია, რომ ვიღაცამ ტელეფონი იპოვა და უცებ გადავედით საბურავი მომპარეს, გამოგვიძახებდნენ ხოლმე აკუმულატორი მომპარეს, შუშა გამიტეხეს და რაღაც. ანუ წარმოვიდგინეთ ახლა მოკლედ რო გითხრათ, მე მივედი ისეთ პოლიციაში, როდესაც მოქალაქე სადარბაზოსთან ღამე მანქანას მიიყვან და სამსახურიდან დაღლილდებოდა, კარსაც ეტავდა. ეს ხო მოქალაქეებს ახსოვს ეგ რაზეც მე ვსაუბრობ. კარსაც არ კეტავდა, ბევრს შუშაც კი ჩამოწეული რჩებოდა ხოლმე, არც აქცევდა ყურადღებას და დაახლოებით წელიწადნახევარში გადავედი უკვე იმ სიტუაციაზე, რომ უკვე გამოძახებას რომ მივდიოდი, ავტომანქანა მკვდებოდა ხისაბურავის გარეშე და მე და ვინც გამომიძახა ის მოქალაქე ერთმანეთს უყურებდით გაკურებული, იმიტომ რომ ჩემთვისაც გასაოცარი ფაქტი იყო ეს და მოქალაქისთვისაც. და ესე ნელ-ნელა ეტაპობრივად დაიწყო. შემდეგ შემოერია კურდობაც, წარცვაც, ყაჩაღობაც და ეს გახდა უკვე სისტემური ნაწილი რა ამ ყველაფრის და სიმართლე ვგითხრათ, არ ვიცი, თითქმის შეტყობინება 2013 წლის ბოლოდან, სადღაც 2014 წლიდან ნაპოვნ საფულესთან დაკავშირებით, ან ტელეფონთან დაკავშირებით არც მაქვს შენავსებით, გავცი რაღაც. უკვე გადავედი სხვა რესურსზე. სხვა რეალობაში. ამავდროულად, აი, ეს დიახ, და ეს გარდამავალი პერიოდი ამავდროულად დაიწყო ავტოპარკსაც, დაიწყო ჩვენ ფორმებსაც. ავტოპარკი ბოლოს განახლდა 2013 წელი იყო, ირაკლი ღარიბაშვილი იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და მახსოვს მაშინ ქუთაისში უბრალოდ ახალი შკოდები შემოიყვანეს, თეთრი ფერის შკოდები და ეგ იყო პირველი და უკანასკნელი. სიო, აი მის მერე განახლება არ ქონია საერთოდ. მე მაქვს რამოდენიმე ფოტო გადაღებული, რომელი ავტომანქანითაც მე მოძრაობდი, სახელურები არ ქონდა, რავი, სავარძლები აღარ ვარგოდა, საბურავები აღარ ვარგოდა და უბრალოდ თამოყარ ადამიანი შეგინთ ვერ გაჩერდებოდი, ვერ იმუშავებდი. ამას დაემატა პლუს
უფორმობა, ანუ ფორმა აღარ ქონა მე პირადად და არა მარტო მე, მაგრამ ჩემ თავზე ვიტყვი, ორი შარვალი მაქვს შეკერილი, მე თვითონ შევკერე ჩემი ხარჯები იმისთვის, რომ უბრალოდ შარვალი აღარ მქონდა, რომ სამსახურში წავსულიყავ, აი ეს მუქი ლურჯი შარვლები რო იყო შავი ზოლით რა, აი ეს შარვლები. თორე მანამდე რასაც მაძლევდნენ ხოლმე, აი ნაცრისფერი შარვლებით რო დავდიოდით ხოლმე, ის ეხლაც იმდენი რაოდენობით მაქვს ხოლმე, ეხლაც უხმარი არის, არ შეეხლაც არც გამოგვიყენებია ეგ შარვლები, ვერ მოვასწარე ფიზიკურად. შემდეგ უკვე ისე წავიდა, მე ვიკერავდი ფორმას. ავტომანქანები რო ფუჭდებოდა ხოლმე, რა ვიცი, იყო შემთხვევა, რომ აი ეგ მანქანა რო თბილისში წავიდეს, აღარ ჩამოვა დიდხანს და მე ხაზი ცარიელი დარჩება, ამოვარდება ეს ის რაღაცა და თუ იყო ხოლმე იმის საშუალება ესე რომ ვთქვა, ჩვენ ვაკეთებდით ხოლმე, მე მაგალითად რამოდენიმეჯერ მაქვს რაღაც დეტალი ავტომანქანის ნაყიდი. ოღონდ ამას ხელმძღვანელი გეუბნება, როგორც ეხა მაგის გამო ხო თბილისში ვერ გაუშვებ და იქნებ რაღაც მოახერხოთ და ეს იქ რაღაც მოახერხოთ მიდის დაშლილების ბაზრისკენ, ხო გზა ამას ნიშნავს რომ უნდა წახვიდე და რაღაცა შეიძინო რა. აი, მაინტერესებს, ანუ რა იყო ახსნა იმის, რომ ჯერ ხა მატერიალურ ტექნიკურ ბაზაზე ვლაპარაკობთ, ხო, გადავალთ უფროსებზე და გადავალთ მოქალაქეებთან ურთიერთობებზე, რაც ყველაზე საინტერესოა, მაგრამ ესეც ასევე ძალიან საინტერესოა იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტი იზრდება, მილიონებს და მილიარდებს იპარავენ კოცები და როდესაც აი საპატრულო პოლიცია არის ასეთ მძიმე მდგომარეობაში, ხო? ეს არის ძალიან გასაბრაზებელი და უბრალოდ მაინტერესებს ახსნა რა ქონდათ მაშინ ხელმძღვანელობას. იცით როგორ რაღაც იყო, თავიდან ჩვენ რო პრეტენზია გამოვთქვით ამასთან დაკავშირებით. აი ცოტა ხანი მოიცადეთ, რაღაცა ხდება, რაღაც ახალზე გადავდივართ, რაღაცა იქნება და აი ეს რაღაცა აღარ დამთავრდა. მე ხელთავიდან ისო პრეტენზია გამოვთქვით, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ ახლა ვისაც ისეთი ავტომობილი ყავდა, წყვილში ვინც ვიყავით ხოლმე, გვაწყვილებდნენ იმის მიხედვით, ვისაც ცოტა დაბალი კლასის ავტომობილი ყავდა, დილით რომ მივდიოდით იმის ავტომანქანიდან აკუმულატორი უნდა მოგვეღო და შკოდაში უნდა გადაგვეტანა. ეხლა მე ისეთი სისტემის ავტომობილი მყავდა, ვერ მეუბნებოდი რომ ჩემი მანქანიდან ავამეყო, იმიტომ რომ კომპიუტერის სისტემაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ვისაც ყავდა Opel-ი მაგალითად, იყო შემთხვევა ცოტა რუსული წარმოების ავტომანქანა, ვისაც ყავდა, აი ჩვეული მოვლენა იყო, რომ ეს აკუმულატორს ამოიღებდა პატრულის ინსპექტორი თავის მანქანიდან და გადადებდა შკოდაში. დავამთავრებთ მორიგეობას, ამოვიღებთ აკუმულატორს, გადავდეთ იმ დროს იყო ეს აკუმულატორი, ხო? ესე შემდეგ ეხა ამაზე პრეტენზიებს წარმოვთქვამთ ხოლმე, რავი, ეგეთი ინსპექტორი, როგორც მოგეხსენებათ, ინტრიგანია, ხო, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ინტრიგანი გავხდით, იმიტომ რომ მთელი საპატრულო შევწუხდით ამის გამო, მთელი რა ქვია, თანამშრომლები და შემდეგ ამას იმით აბალანსებდნენ, რომ აი ფორდებზია შეკვეთა მაგალითად. და აი ფორდები ჩამოვა მალე და რაღაც პერიოდი, ძალიან დიდი პერიოდი ამით გაწარდა, რომ აი ხვალ ფორდი იქნება, ზეგ ფორდი იქნება და როგორც იქნა ჩამოვიდა ეს ფორდიც, მაგრამ როგორ გითხრათ ეხლა. გამხელა ფული მოხსნეს მაგ ფორდებზე, მაშინ ჭიკაიძე იყო მინისტრი და რა გააკეთეს, ანუ იმედია ოდესმე მოვად, რომ საქართველოში იმის რომ შესწავლილი იქნეს ყველა მინისტრის პერიოდის დროს აი შესყიდვები და ეს განხორციელებული ტენდერები, რომელიც ჩაატარეს. რა მიზანს ემსახურებოდა რეალურად სისტემის გაუმჯობესებას თუ პირადი ინტერესებს და გარკვეული ატკატების მიღებას. ის ფორდები საერთოდ ამოიღეს, ეხლა არც ერთი აღარ არის ბოლოს საერთოდ, იმიტომ რომ არ გაამართლა იმ ფორდებმა. ჯერ წარმოუდგენელი იყო იმისი შენახვა. უბრალოდ რაღაცა არის, ეს ფორდი იყო, როგორ გითხრათ, უბრალოდ იყო რკინის ყუთი, სადაც იყავი დაცული, თუ სადმე გადავდებოდი, მეტმა ყველა დაიბარო, ალბათ დაგიცავდა და როგორც ავტომობილი იყო აბსოლუტურად კატასტროფა. ხო, მე ვეთანხმები ირაკლის ახლა რას თქვა, ზუსტად მაგას ვიძახოდი, ჩვენ მასზე ვიღაცამ ფული გააკეთა. პირდაპირ ნიშნულობთ, როგორც ახლა მათენ ვთქვა, მაყუთი მოჭრა რა, მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ, იმიტომ რომ იყო, რა ვიცი, εν რაოდენობით საწოლს მოიხმარდა და არ გარბოდა. უბრალოდ მაგისტრალზე ვერ უხვევდი, იმიტომ რომ წამოვიდნენ თვითფრენაობით ადგილი უნდა და რაღაცა რომ მოგეხვია და თან იყო ისა საჭესთან ქონდა ავტომატური ისა გადართვის კოლოფი. და ვერც გებულობდა ავტომატი დაახლოებით რამოდენიმე თვეში ავტომანქანა ისე აურია რომ ვერც გებულობდა წინა სიჩქარეში უნდა ჩაგეგდო თუ განა სიჩქარეში. იმიტომ რომ არ იყო გათვლილი პოლიციაზე კონკრეტულად. მართლა დარწმუნებული ვარ რომ მაგაში დიდი ფული გაქვს. ეხლა ყველაზე საინტერესო არის აი
საზოგადოების და პოლიციის დამოკიდებულება 2012-13 ხო რაღაცა ინერციით ხო გაყვა რაღაცა პერიოდამდე და შემდეგ როგორ ნელ-ნელა შეიცვალა. აი ამაზე მინდა მომიყვა და მე აი ხელმძღვანელებზე მათგან წამოსულ დავალებებზე, საპატრულო პოლიციაში მიღებულ ადამიანებზე რომ ტრეინინგები არ არის, არაფერი არ კეთდება და ესე იგი 2011 წლიდან მე როდესაც მივედი საზოგადოება მქონდა აბსოლუტურად გახსნილი ურთიერთობა. ჩვენ შორის რაღაც ბარიერი არ იყო. ყოველთვის მოქალაქესთან ურთიერთობის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მთავრდებოდა კმაყოფილებით, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მე ვგზნობდი მოქალაქისგან სიყვარულს ვგზნობდი, ყურადღებას ვგზნობდი და ისიც ანალოგიურად. ძალიან მშვიდი, ძალიან სტაბილური ურთიერთობა გქონდა. და ყოველთვის იყო ხოლმე რომ მოქალაქეები აი ქუჩაში მივიდოდნენ ხოლმე გაგვაჩერებდნენ და აი ჩემი შვილი პატრულში მუშაობს ხება და რაღაც გამოგიტყობ ჩვენ თხოვდნენ ხოლმე მოქალაქეები რამდენჯერ ახლა მამაკაცებსაც გაუჩერებულად რაღაც ანუ ძალიან მეგობრული და თბილი ისე რომ აი პოლიციელია და რაღაც ეგეთი დისტანციური ურთიერთობა არავისთან არ ქონია ხოლმე აი ძალიან თბილი და კომუნიკაბელური ურთიერთობა გქონდა აი შემდეგ პერიოდში როგორ გინდა ხა პირდაპირ გეუბნები თუ მოქალაქესთან უბრალოდ არ სულდა შენთან ურთიერთობა. თუ ავტომანქანას არ გააჩერებდი, დამგრუნწყვეტს არ გააჩერებდი, ანუ ეგ ურთიერთობა რაც არის, უბრალოდ მე არ მახსოვს რომ მოქალაქე მოსულიყო და რამე თბილად რაღაც აინტერესებდა შენგან, იმიტომ რომ უკვე ყველა უმრავლესობა გაიწია დისტრება გააკეთა. რა და მათთვის ვიყავით როგორც აი რაღაც ერთ იქეთდალი ადამიანები და ეხა ვინც ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა ის ამას ვერ მიხვდება ხო ვინც 2014 წლის მერე წამოვიდა 14-15-ში ვინც დაიწყო ეს ამას ვერ მიხვდება და ვინც ეხა ცოტა ძველი თანამშრომელი 2011-12-13 წლებში მოსული თანამშრომელი ვინც არის ამას მიხვდება რამხელა განსხვავება არის პატრულსა და საზოგადოებას შორის რამხელა დამოკიდებულება იყო ახლო მაშინ და რამხელა განსხვავება არის ეხლა კატასტროფა არის და უბრალოდ რავი როგორ გითხრათ მაშინ ზურგ იყო რომ ანუ საჯარი მოკვითრებსაც არ ვწერთ ხო ჩვენ აი ზუსტად იმ როსკოპატაძე იყო ჩემი ხელმძღვანელი მაშინ და ზურაბრუხაძე იყო მოადგილე და ეს დილის განწესი იწებოდა ესე რომ მოქალაქეებს უნდა აღჭობთ იყო ეგეთი ზუსტად ესე იწყებოდა დილის განწესი და მაგათი სიტყვებია მაგათ სიტყვებს გეუბნებით რომ აი 21 საუკუნეში ადამიანი ივლის 06-07 ანუ ეწოდებული ჟიგულით თუ ეგეთი ადამიანი უზრდელი არ იქნება და რა თავზე არ გაისხამს ესე რომ ვთქვათ, ნუ დაახჭობთ, აპატიეთ გაუშვით. და ასევე სხვა მძღოლებსაც იყო მითითება და ზუსტად ეგრე მუშაობდით. აი ალბათ დაახლოებით წერდით 5-დან 7 ჯამამდე. სულ იყო ესე, იმიტომ სულ ქონდა გაფრთხილებები, მაშინ არ იწერებოდა გაფრთხილებები, სიტყვიერად ვაფრთხილებდით ხოლმე. და ჩემი ადრენალინი, როგორ გითხრათ, აი ჩემი ნარკოტიკი ზუსტად ეგ თემა იყო, რომ აი მოქალაქესთან რომ დამგრომძღოლთან მივიდოდი ხოლმე და საბუთებს ამოვართმევდი აი ესე პირდაპირ ხდებოდა და მეუბნებოდა რომ მეკუთვნის ჯარიმა დამიწერე დავარღვიე ბოდის ვიხდი ელოდებოდა რა თქმა უნდა ის ბაზარში ხო ვამოწევთ ხოლმე წამვიდოდი და როდესაც ჯარიმის გარეშე ვბრუნდებოდი ამ მოქალაქესთან უბრალოდ აი ის მისი თვალები მისი გაუმეტყველება ჩემთვის იმხელა სტიმულს ნიშნავდა ეს და ისეთი ადრენალინია, ისეთი ნარკოტიკი, ჩემთვის აი ეს ორი ადამიანი მოკიდებულება უსიტყვო, როდესაც ვგრძნობთ რომ ადამიანები ვართ, აი მეც ადამიანურად მიხურებს ამას და აი ეგ არის ჩემთვის დამოკიდებულება ადამიანის უბრალოდ რა, როგორ აგიხსნათ. და ნარკოტიკი არის, მე არც ერთ პრემია არ მიღწევ, ხა რამდენი ოქმიც არ უნდა დავწერო, აი ამ ურთიერთობა და არც ერთ პრემია არ მიღებს და არც ერთ ფულადი თანხა. როდესაც ადამიანი ადამიანურად გიხურებს. და შემდეგ პერიოდში უკვე, რა ვიცი საპატიებელი თითქმის არავინ არ დარჩა, იმიტომ რომ 20-25 ოქმი რო დაუწერო და დაწეროს რა დღის განმავლობაში, რავი, ადამიანს უნდა აპატიო, რამდენი უნდა გაუშვა, ხო? ფიზიკურად დრო არ ეს უკვე მოთხოვნა იყო, ანუ შეიცვალა მოთხოვნა ოქმებზე და ჯარიმებზე. სამართალ დამცავიდან გახდი ოქმების წევრი. დიახ, შეიძლება მოთხოვნა გაეზარდა, მათა გაიზარდა. აი ირაკლი ესაუბრობდა წეხან ხო ისა ჭიჭიკაიძის პერიოდზე და ზუსტად ეგ იყო ანუ მე ვიჯექი მანქანაში სადაც ჩემქანას ძირი სადგაზრებოდა არ ვიცოდი პირდაპირ იმ მნიშვნელობით არანაირად არ ვაჭარბებ გარეთ არაფერი არ იცვლება და ოქმი და ეგეთ ანუ მე წავიდა ზუსტად რომ მე რო სამსახურში მივიდოდი მე ვიყავი 20 ოქმი
მე პიროვნება კი არ ვიყავი, პატრულის ინსპექტორი კი არ ვიყავი, ჩემი მუნდირით. მე ვიყავი 20 ოქნი, მოსიარულე 25 ოქნი ვიყავი. და ზუსტად ეგრე შეიცვალა, ანუ რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი და ვიღაც ეს მინისტრები იყვნენ თუ ვინ იყვნენ, არ ვიცი, რა ვიცი, აბა ნახეთ მათი სახლები, ხო, აი პერიოდში თუ უჭირდათ და მანქანებს ვერ ყიდულობდნენ და ჩვენ ვერ გვივიდნენ, აბა სახლებს როგორ აშენებდნენ, ხო, აი ხელფასით დავიჯერო, ეხლა მაშინ რაც გონდა, მე ხო გამორიცხულია. ანუ 2012 ის ჩემთვის თან ისიც ბოდიში, ანუ ისიც თქმა მინდოდა, იცი რომ აი რასაც გოგი ყვება და დღევანდელი სიტუაცია რა არის, სხვაობა რა არის. მაინც მოდის ხელმძღვანელობიდან, ანუ ყველაფერი მოდის ზემოდან. ანუ დამოკიდებულება, ანუ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, რომ დღეს სისტემაში ცუდები, ანუ პოლიციის თანამშრომლები არიან და პოლიციის რიგითი თანამშრომლები უნდა ან გავაკრიტიკოთ, ან გავლანძღოთ, არც ერთ შემთხვევაში. ანუ ეს პოლიციის თანამშრომლები დღეს არიან ძებლები. ესენი არიან ინსტრუმენტები ხელისუფლების ხელში, მათი ხელმძღვანელობის ხელში. იმიტომ რომ მიდგომა თავიდანვე არ არის მოქალაქეების დაცვისკენ, მიდგომა არ არის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, მიდგომა არ არის სახელმწიფო ინსტიტუციების გაუმჯობესებისკენ. ანუ შეიცვალა დამოკიდებულება და მიდგომა და გახდა პერსონიზირებული, იმიტომ რომ ერთ პერსონას როგორც აწყობს, მერე ესე აწყობს მთლიანად ქვეყანას და მთავრობას და ესე იშლება ეს ძალოვან სტრუქტურებზე, თორე რატო იყო მანამდე თუ იყო მიდგომა და დამოკიდებულება პოლიციას გმირი ვინ დაარქვა? პოლიციას გმირი დაარქვა საზოგადოებამ და ხალხმა დაარქვა. და დღეს პოლიცია საზოგადოებამ და ხალხმა რა დაარქვა? მოძალადე, წამებელი, უსიტყვო ბრძანების შემსრულებელი და ამას საზოგადოება არქმევს სახელს. და ეს არის, აი გოგი რასაც ყვება თვისობრივი სხვაობა, ანუ როგორ შეიცვალა ქართული და მით უფრო, გოგი დიდი ხნის წამოსული არის და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა აქციება მოიმატა და ამ გოგი წამოვიდა 2019-ში, ხო გოგი? დიახ, და აი 2022 წლიდან კიდე როგორ დამძიმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მდგომარეობა და ყოველდღიურად ამას უბრალოდ ჩვენ ამას ყოველდღე უყურებთ. უბრალოდ რა არის, იცი საზოგადოებამ ეს თუ კარგად ბმაში არ დაინახა, ანუ იმ საფრთხეს, რაც მომავალში ჩვენ ხო საუბრობთ იმაზე, გარდა იმისა, რომ დღეს არის რაღაცა კატასტროფული მდგომარეობა, კიდე რა გველოდება მომავალში, თუ ეს არ შეიცვალა, თუ ეს მიდგომა არ შეიცვალა, ინსტიტუციური გაუმჯობესება თუ არ მოხდა, ინდივიდებიდან სახელმწიფოზე თუ არ გადავედით, ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს ეკა კანონმდებლობამ და არა პერსონამ. არა დაუშვათ გოგის ხელმძღვანელმა და ვიღაცა კონკრეტულმა დეპარტამენტის დირექტორმა, არამედ კანონმდებლობამ უნდა დაარეგულიროს და ამან უნდა ჩაკეტოს, რომ არასდროს და ვერასდროს ვერავინ თავის თავს უფლება არ მისცეს, აი ესე გაუდგაცნოს და უთხრას 25 ოქნი რა, 25 ოქნი მომიტანე. ანუ როცა ანალიზი არ აქვს, რავი, აბა ვკითხოთ გოგის თუ ხდებოდა ან შეჯამება პირობითა დღის ბოლოს, მერე მომავალი დღის დაგეგმა, პრევენციული ღონისძიებები რა მიმართულებით გატარდეს, სად არის ყველაზე რთული პერიოდები იმ არეალში, სადაც ეგრეთ წოდებულ კვადრატებს ეძახიან, რო პატრულირებ, რა მოცემულობა არის. ანუ მთელი პროცესი გადაეწყო ეტაპობრივად საზოგადოების დევნაზე, საზოგადოების შევიწროებაზე, მაქსიმალური წილოსანმა ხო პირდაპირ თქვა, რომ ეს ჯარიმებიო ჩვენ მიზანმიმართულად შევქმნითო რა, ანუ როგორ ფიქრობ, თუ დაუშვათ კამერებით იღებენ ჯარიმებს, იგივე დავალება საპატრულო პოლიციაზე, კრიმინალურ პოლიციაზე არ მიდის, რომ მაქსიმალურად დააჯარიმეთ მოქალაქეები? და ეხლა მე მაქვს ურთიერთობა კიდე ხო ჩემ თანამშრომლებთან და უბრალოდ არანაირად არ შემიძლია ეხლა ის ვათები რომ საზოგადოებას ვაჩვენო მაგალითად რა მდგომარეობაც ეხლა ეკიპაჟებშია, მაგრამ ეს თავის თვალით შეუძლიათ ნახონ. ეხლა ამ წუთში მე რაც მოვყევი, ამაზე უარეს სიტუაცია არის. მე თუ პრეტენზია მქონდა ისეთ მანქანაზე, რომელსაც მაგალითად 200-ზე მეტი, აი 250,000-ზე მძღოლებიც მიხვდებიან, ეხლა რაზე მაქვს საუბარი, რომ ზეც და ბენზინს რო ერთად წოვს მანქანა ერთნაირად, ესეთ მანქანაზე თუ მქონდა პრეტენზია, ეხლა 4,000 და 9 მილიონი აქვს გარბენი ამ ავტომატს და უბრალოდ სავარძლები აღარაა. საჭე გაცვეთილი არის უბრალოდ. საჭეც აღარ, ანუ საჭეს ვერ გაწმინდა, იმიტომ რომ აი ნამცეცები საჭეს უკვე იშლება. უკვე იშლება თვითონ საჭის. უარესი აი ამდენი მილიონების და მილიარდების მოპარვის ფონზე.
რასის ეკიპაჟებზეა ძირითადად აქ საუბარი. აქ არის ვიძახი თბილისზე, არ ვიძახ ბათუმზე და ძირითადად ამ ქალაქზე. ქალაქები ასე რეგიონებშია კატასტროფა. ხო, ხუთი დიდი პრობლემაა, მაგრამ ძირითადად ტრასის ეკიპაჟებზე ვაპარაკ. ტრასაზე თუ რომელიმე მოქალაქეს ინსპექტორი გააჩერებს, უბრალოდ მივიდეს ავტომანქანასთან და ჩახედოს და თავისი თვალით ნახოს, რაზედაც მე ხავს საუბრობს. ეს შეუძლია თვითონ ნახოს. შესახებია მე ხო ვლაპარაკობ უცხო პლანეტელებზე, მანდვე თქვენ გვერდში დადიან ეგ ხალხი და შეგიძლიათ მანდვე ნახოთ. და პარალელურად ეხა არ ვიცი, ძალიან შეურაცხყოფელია ეგ ყველაფერი და როდესაც ამ ბიჭებთან ურთიერთობა მაქვს, აი როგორ გითხრათ. ძალიან დაძაბულებიც არიან რა. თქვენზე მეტად, ანუ ჩვენზე მეტად, ვინც ესე გამოვდივა და გამოვხატავ ჩვენს უკმაყოფილებას, ჩვენზე მეტი პრეტენზიები გააჩნია ამ ხალხს. ჩვენზე მეტი ამ ყველაფრის დასრულება. და ჩვენზე მეტი გაბრაზებულები არიან. ხო, აი ძალიან საინტერესოა ასევე ხელმძღვანელობაზეც მოგვიყვათ, ვინც იყო თქვენი უფროსი, აი როგორ მოხდა მათი პორტირება შემდეგ ესეთი გუმხურვალე ანტიკოცების კოცებთან, ანუ ქართულ ოცნებასთან და მათი ერთგული მსახურები როგორ გახდნენ და ამან რა გავლენა იქონია შენზე, ან თავიდან ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის დროს მათმა პოლიტიკურმა, ასე თქვა, ჩეკვეთებმა რამდენად დემორალიზება გამოიწვია და შემდეგ უკვე რო დაინახე, რომ ეს ხალხი გადავიდა ქართულ ოცნებასთან და მათი ერთგული მსახურები გახდნენ. დიახ, მე როდესაც აი ამ ჩემ სამსახურის დაწყების პერიოდს ვიხსენებ, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩემ ხელმძღვანელობასთან. ხო, აი თემური კუპატაძე ვახსენე. არ ვიცი, ეგ იყო ჩემთვის სანიმუშო მაგალითი იყო თუ როგორი უნდა ყოფილიყო ინსპექტორი, როგორი მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო ადამიანი, ზოგადად პატრულის ფორმა ვისაც ეცვა რა. და პირდაპირ გითხრა, ზუსტად მარტო აქ სტრუქტურა, მარტო ინვენტარი ხო არ არის, ხო? გამართული იყო ინვენტარიც, მაგრამ ხელმძღვანელზე ბევრი რამეა დამოკიდებული და ამ ადამიანისგან მე მაგალითად ბევრი რამე ვისწავლე. მაგრამ რატომღაც 2012 წელს, როდესაც უკვე არჩევნები მოახლოვდა, 2012 წლის არჩევნები მოახლოვდა, რატომღაც ცოტა აქტიური გახდა ამ ხრივ ეს ადამიანი და დილის მოწყობები უკვე იწყებოდა იმით რომ აი მაგალითად როგორ დაგვესაჯა ქართული ოცნების მომხრეები, რომლებიც ახანებით დადიოდნენ ხოლმე აი დროშები ქონდათ გადმოფენილი რაღაც. და აი ზუსტად ეგრე იყო ხოლმე დილის მოწყობებზე ჩამოდიოდა და აი პირდაპირ გინებით იწყებოდა ხოლმე. და მაშინ გამიკვირდა რომ მეთქი აი ამდენი ხანია ვიცნობ ამ ადამიანს და რატო შეიცვალა. მაგრამ არ ვიცი, მე ხო ახალი მისული ვიყავი და მაინც უსმენდით ყურადღებით რას ითხოვდა და ითხოვდნენ ძირითადად მათ უწყობის აკრძალვებს. ანუ რაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კოცი აქტივისტი იქნებოდა და დაგავებული და აკრძალული იქნებოდა მათთვის მოწობა, ეს იქნებოდა უკეთეს გამოვლინება. და მე ორი სიტყვით შევეხები ახლა გოგა მემანიშვილს, რამოდენიმეჯერ ვართ ერთად სკოლის ნაჯდომის ამ დავალებას წარმატებით დასრულებდა. როცა მიცემდნენ დავალებას მაგალითად 2 რომაინც მომეტანა, მას მოქონდა 5-6. ანუ გადაჭარბებით ასრულებდა რა და გეგმას. აი როგორი სიტუაცია იყო, იცი, აი კოცებს დაძდებდნენ, ესე რომ ვთქვათ, კოც აქტივისტებს და აი ეს პერიოდი როცა შეიცვალა, მე ეს ადამიანები აღმოაჩინე იქ სადაც არიან, ხო, ყველა მიცით სადაც არიან და ეს ხო ჩემთვის წარმოუდგენელი ხა. მე კიდე ერთხელ გამეორდები რომ პოლიციელისთვის ცვლილება არაფერ შუაში არა, მთავრობა იცვლება პოლიციელის რჩება, დაწინაურდება, რა თქმა უნდა, წინწავა, მაგრამ როდესაც შენას დამოკიდებულება ასე ხალხს დაძდება, აღიზიანებ და მოუწოდებ რომ ანუ დამცირებისკენ და სიტყვაზე ვთქვათ, თუნდაც აკრძალვის დაწერისკენ საჯარო მოკვითრებით თუ უნდა რომ დახუნძლოს და შემდეგ სიტუაცია ეცვლება და იქით გადახვალ იმ ნავში თანამდებობაზე აღმოჩნდები, რა ვიცი, მაყურებელმა გასაჯოს რამდენად ადამიანური და ნორმალური სიტუაციაა, ხო? და დღესაც იგივე საკეთებენ, ხა აბა შეხედეთ, აბა რამე განსხვავ, გოგა მემანიშვილი ხა რამე განსხვავებულს აკეთებს, ზუსტად მაგას და ადრეც. კონცეფტს უკეთებდა და ხანდახან ვერს ხოლმე როცა იძახიან, რომ არა მარტო პოლიტიკოსებზია აქ ლაპარაკი, პოლიციელებიც ისე ვართ, ხო? ხო არის პოლიტიკურად გადაიბარეს ნაცმოძრაობა, ხო იძახიან, ხო და პოლიციაც ეგრე გადაიბარეს. ზუსტად ეგ ტიპი, რასაც აკეთებდა ადრე და ეგეთი ტიპები, ეხლაც იგივე საკეთებენ, ეხლა ადამიანებს დაძდებენ. კოცებს ემსახურებიან ეხლა. და ვინდა საჯეს 2012 წელს, ანუ ნაციონალური მოძრაობა დაასრულეს, დარწმუნებლები არიან, რა ვიცი, გაიხედო ვერტზე წინ, რა ვიცი, ბოსნაი გაიხედო, ყველგან ნეგენი იყო.
ერთადერთი ვინც ყავთ დაკავებული არის მე მგონი მიშას ებრძოდენ მარტო მიშა ყავთ დაკავებული და თუ ეგრე დაასრულეთ ნაციონალური მოძრაობა მიშას დაკავებით რა ვიცი უბრალოდ აგერ გოგისაც თავის თვალით აქვს ნანახი ის ხალხი რომელიც განსაკუთრებული ბრძვენით და განსაკუთრებული მონდომებით 2012 წლის პერიოდში და რაც ქართული ოცნება გამოჩნდა პოლიტიკაში ებრძოდნენ ქართულ ოცნებას და მიზეზ ელემენტარულ მიზეზი თუ უმიზეზოდ ყველაფერს აკეთებდნენ რომ ერთი სიტყვით აი ეს პოლიტიკური დავალებები შეესრულებინათ და აი ეს რასაც ახლა კოცები ყვებიან რომ აი ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე და აი ესე დღეში ვიყავით და აი ესეთ რეპრესიები გამოვიარეთ და ასე შემდეგ არავის არც გოგის არ აყავს არც მე არც ირაკლის არავის არ აყავს იქ ნანახი რომ ამ რაღაცეებს კონკრეტულად რა ვიცი აბა ვინმეს ყავთ ნანახი რომ ვანო მერაბიშვილი ან რომელიმე მაგის მოადგილე უწევს და ვინმეს ოქმს ან ეგრეთ წოდებულ ხელბორკილებს ადებდა ან რომელიმე ოქმს ავსებდა იქ რა დავალება მოდიოდა და რა იყო ის ერთი საქმე არის მაგრამ როგორ ასრულებდნენ და ეს შემსრულებლები ვინც იყვნენ ხო ეს ზუსტად ერთი არის არა მარტო ამ სისტემაში იგივე პროკურატურაში უბრალოდ ახლა გოგი რასაც ყვება ეს ერთი პატარა დეტალი არის როგორ გადმოიბარეს მთლიანი სისტემა თორე სისტემა თავიდან ყვავხსენით რაც იყო რომ ეხ მთლიანად ეს პროკურატურა სასამართლოდან დაწყებული და ასე შემდეგ ხო მთლიანად გადმოლაგდნენ აქეთ ამ მხარეს რასაც მე ვყვებოდი ხალხი რომელიც რა ვიცი სიბრაზისგან და თამაშობდნენ თუ რეალურად ასრულებდნენ და უფრო გულწრფელად იმას აშვებოდნენ რომ პახშპოტებას გამოთქვავდნენ რომ რატომ ჯარი არ გამოყავსო მიშასო აი ამათ დასაშლელათო არჩევნების დღეს ხო და ვერ ეგუებოდნენ აი იმის ხელისუფლების აი ამ გადაბარებას რომ ერთმა გამოაცხადა წავაგეთო და მეორეს რომ მიულოცას გამარჯვება ხო ეს ცივილიზირებულ ამ ცვლილებას რომელიც ვერ ეგუებოდა სისტემის შიგნით მე აღმოჩნდნენ ისინი რომ თურმე ესენი შიგნიდან ფარულად ანგრევდნენ სისტემას და ყველა იმის წინააღმდეგი ყოფილა თურმე ესენი იდგნენ იმებით კვალდებით და იმებით ანგრევდნენ რა ქვია ექსკავატორებით ანგრევდნენ იმ სისტემას თურმე და რა ვიცი და წარმოიდგინეთ ეხლა ესეთი სიტუაცია ჰქონდა 2012 წლის წინაჩვენებშიდაც კი იმიტომ რომ მაგალითად პირდაპირ თეიმურაზ კუპატაძე გამოდიოდა მოწყობაზე აი ეხლა როგორც გითხარით და იყო ხოლმე რომ აი ბიძინა ივანიშვილის მახინჯი დედა აი მაგათი ოცნების დედა და ესე იგინებოდა და მე ზუსტად მაგას უთომ ხაზს ანუ ამის შემდეგ ასეთ დამოკიდებულების შემდეგ რომ ადამიანი იქ აღმოჩნდება სადაც აღმოჩნდება რავი ჩემთვის წარმოუდგენელი არის თეიმურაზ კუპატაძე არ არის ერთეული შემთხვევა სამწუხაროდ აქ დღეს ვინც არის შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყველა მაღალი თანამდებობის ადამიანი ყველა მაღალი დღესაც კი ანუ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის დროს ან მთავარი სამმართველოს უფროსები ან მე იმას კი არ ვიძახი რომ ანუ რო შეიძლება ხელისუფლება ანუ ეს ამ ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოყენება არ უნდა ხდებოდეს და ამ ადამიანებს უნდა ქონდეთ ერთი ამოცანა და ერთი დავალება თავიანთი უფლებამოსილების მანდატში იმოქმედონ დაიცვან ის კანონმდებლობა დაიცვანს მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვანს აგზავნილ მოძრაობის წესები დაიცვან ქვეყანა დაიცვან სამშობლო ორიენტირებულები იყვნენ განათლებაზე თუ შეიცვალა ხელისუფლება და ხელისუფლების ცვლილებას მოყვა რაღაცა სისტემური გაუმჯობესება, ამ სისტემურ გაუმჯობესებაში აეწყონ. ანუ ესენი თავს როგორ ინარჩუნებენ პოლიტიკური ნიშნით და ამათმა ქართულმა ოცნებამ ეს კიდევ უფრო მახინჯი მექანიზმად ჩამოაყალიბა და აქცია. ანუ ის კი არა რომ რაღაცა სისტემური გაუმჯობესება შეექმნა, განევითარებენ, უბრალოდ ამ ადამიანებს უთხრეს რომ შენ ეს კარგად გამოგდის მაგალითად და მოდი ისევ ამ ჩვენზე იმუშავე, თორე. და პირობითად ეხლა აი კუპატაძეს თემური ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან ახლოს ვიცნობ და
აი ვერ იტყვი რომ ან განათლება აკლია, ან მოწესრიგებულობა, ან ინტელექტი, ან საუბარი, ან ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ხვდებით? ამას აქვს სისტემური ხასიათი და წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელები რო იცვლებიან, ჩავატარეთ, მოვახდინეთ ცვლილება. თქვენ გონიათ ვინმე სადმე გაუშვეს? უბრალოდ კახეთიდან გადაყავთ სამცხეში, სამცხედან გადაყავთ სამეგრელოში და ეგრეთ წოდებულ კარუსელზე ატრიალებენ. ერთი და იგივე სახეები ბრუნავენ. დირექტორები, დირექტორის მოადგილეები და მთავარი სამმართველოს უფროსები. საშუალო რგოლი, საშუალო მენეჯმენტის რგოლი და კიდევ უფრო იმაზე დაბალი რგოლი არის გაყინული ერთ ადგილზე. რატო არის გაყინული? ერთი რომ ამ ადამიანებს არ აძლევენ განვითარების შესაძლებლობას და არ არის განათლება პრიორიტეტული და განათლებული კადრების მიმართ არის წარმოუდგენელი დებნა. რატომ? რომ განათლებული ადამიანი აზროვნებს, განათლებული ადამიანი კითხვასოს. მე თქვენთან გავიცანი ეს პიროვნება, ხო, გოგი რა, აი ყველანაირი მიკერძოების გარეშე ადამიანი რო საუბრობს, იმის უკან იკვეთება განათლებაც, ღირებულებებიც, ინტელექტი და ზნეობრივი ფასეულობებიც, ხო? ესეთი ადამიანები დღეს სისტემისთვის არიან მტარები. განა იმიტომ რომ ეს ადამიანი ქვეყნის მტერია, არა, ეს არის წულუკიანის მტერი, ეს არის კობახიძის მტერი, ეს არის ივანიშვილის, პერსონალი, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ანალიზს აკეთებენ, ამ ადამიანებს ღირებულებები აქვს, ამ ადამიანებისთვის პასუხისმგებლობა არის ფორმა და ესეთი რგოლი, რომელიც დღეს საქართველოში არის შემორჩენილი და ყოველთვის ვიძახი, რომ ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს დღეს სისტემაში, უბრალოდ ამ ადამიანებს არ აქვთ რესურსი წინააღმდეგობა გაუწიონ ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ამ ადამიანებს ამიტომ უნდა მოხდეს ცვლილება და ამ პოლიციელებისთვის ჩვენ მტრები არა ვართ, როგორც ამას ქართული ოცნება ხატავს. ისევე როგორც აი თქვენ ჩემო მეგობარო პოლიციის თანამშრომლებო, რომ გეუბნებია, რომ თქვენი მტრები არიან მოქალაქეები. არ არიან თქვენი მტრები მოქალაქეები და ამას რატო აკეთებენ? რატო უწყობენ ხელს? განათლების სისტემა რატო მოსპეს? იმიტომ რომ მარტივად მოხდეს ამ პოლიციელების მართვა. მექანიზმის შექმნან მარტივად, უსიტყვოდ ბრძანება შეაცვლონ. გადაამთავროთ, კითხოთ აგერ, გოგის კითხოთ, რა კურსები აქვს გავლილი, როგორი ტრენინგები ტარდებოდა, რა მიდგომა იყო, მით უფრო იარაღიანი თანამშრომლები, ხო? რომელსაც იარაღი ატარებს, რომ იმას შეიძლება სამსახურებრივი მოვალეობის დროს იარაღის გამოყენება დასჭირდეს. და დღეს ვინ 19 წლის, 19 წლის ის ბავშვი, რომელიც ბავშვი დავარქვათ, რომელიც გორის ინციდენტში მონაწილეობდა, იმას რა გამოცდილება აქვს, რომ საპოლიციო ღონისძიებებში ავენ. თუნდაც შეჩერების და გადამოწმების ნაწილში. დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი დაამთავრა, ტრენინგები გაიარა, რაიმე სადმე სტაჟიორად მუშაობდა, რაღაც დააგროვა პრაქტიკული გამოცდილების კაპიტალი თუ რა დამსახურებით მოხდა? დიახ, მაგ თემას გავაგრძელებ, შევეხები ზუსტად მაგ გადამზადებს, ტაქტიკური ჯგუფი არის, ესე ვთქვათ, რომლებიც წელიწადში ერთხელ დადიოდნენ ხოლმე რეგიონებში და მათ შორის ჩვენ რეგიონში და ტაქტიკური ჯგუფი, რომელიც როგორც თეორიულ, ასე პრაქტიკულ ვარჯიშებს გვიტარებდა ხოლმე. ეს ეხება იარაღის გამოყენების წესებს, ხო? დაახლოებით, როგორ გიაცხა, 8 წელია, 8 წელზე მეტია რა, რომ ჩატარებულა. მსგავსი კურსები აღარ ჩატარებულა. აი წარმოიდგინეთ ახლა პოლიციის ჩააცმევენ ფორმას, მიცემენ იარაღს, გამოუშვებენ და გამოუშვენ გარეთ და აღარც კი აცემენ ყურადღებას ზოგადად და ეხლა დანიის მაგალითს იხსენებდა ხო ირაკლი და ეგრე იცის ხოლმე ქოცებმა ატაცება ხოლმე რომ თუ სადმე აქცია ჩატარდა ევროპაში, აი მაგალითად დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში თუ რაიმე დარღვევა ხეს ეგრევე გააშუქებენ ხოლმე რომ აი დარღვევა არის. კი შეიძლება დარღვევა არის და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ქვეყნებში სულ გადამზადება ხდება პოლიციის, სულ ფსიქოლოგები არიან ხოლმე ჩართული. ყოველთვის ეს ტაქტიკური ჯგუფი აბსოლუტურად ყოველთვის მათთან ერთად მუშაობს და მაინც ხდება გადაცნობა და თქვენ რო 9 წელიწადი და 8 წელზე მეტი ხო რო არ ჩაატარეთ ტაქტიკურ გადამზადებას, არც თეორიულს, არც პრაქტიკულს, რა ვიცი, მე მოქალაქეებსაც მიმართავ, რომ ღმერთმა დაგიფაროთ, რომ რაიმე ქუჩეთი ინცი მოხდეს, რომ პოლიციელს უბრალოდ იარაღისკენ ხელისწავლება ჭირდეს. რომ რაიმე იარაღის გამოყენება დაჭირდეს. ამ ხალხს არ აქვს უბრალოდ არანაირი პრაქტიკული და თეორიული კურსიც აღარ აქვს უკვე გავლილი 9 წელი არის. ჩვენთან ჩამოდიოდნენ და გვასწავლიდნენ ხოლმე იარაღის ახალს კი არაფერს გვასწავლიდნენ, ეს გამეორება ხდება ამ ყველაფრის.
გადახლება ხდება, გადახალისება ხდება და 9 წელიწადია საერთოდ მსგავსი რამე არ ჩატარებოდა. არც პრაქტიკული და არც თეორიული. ეხლა რაზე ვისაუბრო, უბრალოდ საიარაღოები ვნახოთ საპატრულო პოლიციაში ხა. არის მწვანე გარსში, ობი აქვს მოკიდებული იარაღებს. იქ ინახება M4 სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ინახება საფანტის სროლელი, ვინჩესტერები, ვინჩესტერები. აბსოლუტურად მათ და თოფები დიახ. გახვეული არის ეს მომწვანო მოლურჯო გარსი რო არის, ხო, იმის ნესტის. ნესტში არის გახვეული თავისთავად. აღარ ისვრის, უკვე დაჟანგლი არის. და რაზე ვაკეთებთ რომელი პოლიცია? აი კიდე ერთხელ ღმერთთან დაიფაროს, ისეთი სიტუაცია მოხდეს, რომ რომელიმე პოლიციელმა ქუჩაში იარაღისგან ხელი წაავლოს და უბრალოდ იარაღის გამოყენება დაჭირდეს. კატასტროფა მოხდება, იმიტომ რომ არ იცის და ვერ გამოიყენებს. ან გამოიყენებს უდად. დათორდება ცუდად და ეგ არის როგორ იცი, აი დასაწყისში იყო ლაპარაკი, რომ თავისთვის უნდა თუ რაღაცა ისე გამოდის, რომ ხალხს ეუბნებიან, რომ აი პოლიცია ჩვენიაო. მართლა ეგრე გამოდის, რომ ანუ ამათ გონიათ, რომ პოლიციელები 51-ით უნდა დადიოდნენ, რა ეგეთი ფორმები უნდა იყოს, რომ პოლიცია არის მხოლოდ ქართული ოცნების, არც გადამზადებდება, ანუ მოქალაქესანის მე რა რო ქუჩაში გადამზადებელი და იარაღით დადის, ხო? ანუ ეს ხო უსაფრთხოების ზომებს ეხება და აუცილებელი არის, ხო, ამას ყურადღება მიაქცევს და ეს არის მოქალაქეების უბრალოდ გასამახვილებელი აქვს მოქალაქეებს ასე ყურადღება რა. გადაამზადეს, გოგი, გადაამზადეს, ოღონდ მასების მართვის მიმართულებით 2023 წლიდან გიჟებივით დაიწყეს, საპატრულო არა, მაგრამ კრიმინალური პოლიციის თანაშმომლები ყველა როგორც ქალაქის, ისე რეგიონების ერთკვირიანი კურსები შეადგინეს, ერთ კვირაში როგორ შეიძლება ადამიანს სპეციალური ოპერაცია, ანუ სპეციალური ღონისძიება, მასების მართვის ღონისძიება ასწავლო, მაგრამ ანუ მთლიანი ფოკუსი გაასწორეს აქციებზე და არა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების დაცვაზე. და რო იცოდეს მსმენელმა, სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს 2 მომზადების ცენტრი. ეს არის ერთი პოლიციის აკადემია, რომელიც რავი დღეს არის დარჩენილი ცარიელი შენობები და აუზი, რომელსაც პარლამენტარები და მთავრობის წარმომადგენლები იყენებენ და არის ესეთი წანისის სასწავლო, ანუ იალღუჯის ცენტრი, რომელიც პირდაპირ GDD-ს დაქვემდებარებაში არის. რო ახვიდეთ თქვენ GDD-ს ამ ცენტრის ბაზაზე, მე მგონი, არ ვიცი, ალბათ მე-16-მე-17 საუკუნის პერიოდში არ იქნებოდა ესეთი კატასტროფული მდგომარეობა საველებანაკებში, ისე არის გაპარტახებული და გაოხებული ერთადერთი ტაქტიკური მომზადების საწვრთნელი პოლიგონი, ანუ სასროლეთი. ტაქტიკური მომზადებები სადაც უნდა ხორციელდებოდეს, ანუ სასადილო ინფრასტრუქტურა, ან მაგის გვერდზე, მაგალითად, მაგ ცენტრის გვერდზე აშენდა სპეციალური ოპერაციების ახალი ბაზა. და არც კი, ანუ ის რო აშენდა ის ბაზა, ხო შეიძლება რომ ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ თანხა და სასწავლო ცენტრიც განევითარებინათ, იქაც გაერემონტებინათ, იქაც აეშენებინათ. ანუ რას ვიძახი, რომ პარალელები რას ვავლებ, რომ პრიორიტეტი განათლება არ არის. ანუ პრიორიტეტი არის აი ეს რაღაცა დაკავების ჯგუფები, პრიორიტეტი არის აი ეს აქციების მართვა, პრიორიტეტი არის რობოკოპები, პრიორიტეტი არის მოქალაქეების დაჭერა, ცემა. ანუ მთელი ფოკუსი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა აი ამ მიმართულებით, ისევე როგორც წყლის ჭავლის მანქანები რო იყიდეს, როცა ამისი აუცილებლობა არ იდგა. განა არ უნდა ყიდულობდეს, უნდა ვითარდებოდეს, წყლის ჭავლიც გჭირდება, რობოკოპიც გჭირდება, ცხენმსადენი გაზიც გჭირდება, ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ეს პრიორიტეტი სახელმწიფოს, ანუ მისი საფრთხეებიდან გამომდინარე არ უნდა ედგეს, მაგრამ სახელმწიფოსთვის საფრთხეები არა მტერი, არა კრიმინალი, არა ქუჩიშპანა, არა ნარკოტიკი, არამედ სახელმწიფოსთვის საფრთხე არის საზოგადოება, რომელიც ითხოვს დემოკრატიას, თავისუფლებას, არჩევნებს, ადამიანის უფლებებს და ასე შემდეგ. აი ესე არის დღეს ფორმირებული დღეს ქართული ოცნება. და წარმოიდგინეთ დამატებითი, როცა გაგვიყვანდნენ ხოლმე, ხო? აი, ესე ხელმძღვანელი დაიხედავდა ხოლმე საათზე და აი შენ მაგალითად ხვალ იქნები 4 საათზე ან ნებისმიერ საათს იტყო და აი ამ ადგილზე. რითი მივარ საწვავი მინდა მანქანა მინდა რამე. ეს არის საუბარი მაგალითად ჭიათურაში გამოშვეს საარჩევნო უბანი იყო, ჭიათურის მახლობლად არის ერთი სოფელი. აი ესე პირდაპირ მითხრა რომ იქნები ხვალ 8 საათზე. რითი, ხო? და ჩემ მანქანით დავდიოდი, გადაკეთებზე დავდიოდი, ავტომანქანების გადაკეთებზე ტრაილერებს ვაჭრობთ ხოლმე, იმიტომ რომ გადატვირთული იყო მოძრაობა და ჩემი რადი მანქანით ვიდექ, 2 ინსპექტორი, მე და ჩემი მეწყვილე
და ეს იყო სისტემატურად, ეს წლები გრძელდებოდა, ამას არ ვიძახი ერთ-ორჯერ წლების განმავლობაში, მაგალითად ზესტაფონში დავდიოდი და ზესტაფონში ვკეთავდი არგულაში, ვკავდი გზას. და მძღოლები ვერ ძგებულობდნენ, იმიტომ რომ ტოიოტა კაიაყენია, სამოქალაქო მანქანა დატოვის ინსპექტორი დგას და ვინა მეკითხებს ანუ სადაგყავს მანქანა, მე გესა ჩემი მანქანა, ამით მე ფიქრობ მეკითხეთ რომ გზაზე ვთვალ, მიგიდებ მეთქი. ვერ ხდებოდა მძღოლი რომ ანუ შენ მანქანი დატოდგეხარ. აი ხარ რა უხსნა მე ჩემი მანქანა დატოდგებოდა და ეს ხდა სისტემატიურად, ჩემი ხარჯები, ჩემი სახსრები, ჩემი ავტომობილი. ადრე მანქანას როდესაც ვიბარებდი შინით დროდ მოწესრიგებული სავარიო საკუთრებები იყო მანქანის დამქოქი კაბელები იყო პერემიჩკებს რასაც ვეძახით საფიაქო ხუთი იყო თავისი წამლებით აი წამალი თუ რომელიმე აკლდა ან ვადა გაუვიდო და ის ახლდებოდა აუცილებლად და ამ ყველაფერს ესე ინვენტარით ვიბარებდით ხოლმე და ბოლოს ისე იყო რომ სათადარიგო საბურავიც აღარ იყო ხო მანქანაში აღარ მოგიხსნა საუბარი ამ ეგრეთ წოდებულ პერემიჩკებზე და აფთიაქზე და აი ზუსტად ამას ვიძახი რომ პოლიციის როდესაც მანქანები ესეთ მდგომარეობიდანაა გამოსული ინვენტარი არ არსებობს, ხო ეს მოქალაქეზე აისახება და მაგალითად ავიხსენებ ხახუბიას თემას ეს ტრაგიკული როვნება რომელსაც ერთი წლის ბიჭი მოკვდა, იმიტომ რომ პოლიციამ გადაუკეტა რომ შევახსენოთ მაყურებელს 21 წლის ბიჭი მოკვდა, იმიტომ რომ პოლიცია აედევნა, ვერაჩერებდა და ბოლოს გადაუკეტა გზა ტრაილერის მძღოლი ჩამოიყვანა მანქანიდან და გადაკეტა გზა, ბავშვი შეასყდა ამ ტრაილერს და დაიღუპა ადგილზე. დიახ, ეს მოხდა გორში. და წარმოიდგინეთ ახლა მაშინ რომ პოლიციას ქონდა მაგალითად ეგრეთ წოდებული ზღარბს რასაც ვეძახით ეკალს გასაშლელი გზაზე რომელიც საბურავებს უბრალოდ აფუჭებს და ხო არ მივიღებდით ხო ესეთ შედეგს ეკ ხო გამორიცხულია და მე მაგას ვიძახი რომ ადამიანმა რამდენი ფულიც არ უნდა იშოს ახლა აი ამ ადამიანს დიდი ფული ქონდა დიდი გალავანიც ქონდა შემოღობილი თავის სახლთან სახლის წინ ხო მაგრამ ვერ აიცო მისი შვილი ამ ყველაფრისგან იმიტომ რომ გარეთ სხვა სიტუაცია იყო და ამას ვიძახი არ ნიშნავს რომ ბევრი ფული რო გაქვს და დიდი გალავანი რო გაქვს რომ გარეთ თუ სისტემა არ მუშაობს არ არის გამართული ვერ დაიცა უბრალოდ შენ ოჯახს და ამიტომ ყველამ უნდა მივხედოთ იმას რომ აი ეს პოლიცია მით უმეტეს რომელსაც ცნობა აქვს იარაღზე მოქალაქეებთან ურთიერთობა აქვს რომელსაც აუცილებელი არის ის კომენტარი ეს უნდა იყოს გამართული და აღჭურვილი აუცილებლად რა თორე ეს თითოეული მოქალაქემდე აი ფულიან და უფლო მოქალაქემდე ეს ერთნაირად უსწორდება სისტემა ამ ადამიანებს და ამიტომ იმედი მაქვს რომ მომავალში გამოვასწორებთ ამ ყველაფერს ყველა ერთად შევძლებთ გიორგი, აი, იცი რა მაინტერესებს, ახლა დღეს ლაპარაკობდა გოგი, რომ საპატრულო პოლიციაში ისეთი უკმაყოფილება, მისი მეგობრები და ინცის, რომლებიც სისტემაში არიან დარჩენილები და ახლა შეუძლებელია ამ პრობლემებზე, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და რომელზეც არავინ არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ დღეს საპატრულო პოლიციის კი არა, კრიმინალური პოლიციის პრობლემებზე კი არა, იმ დანაშაულებებზეა ლაპარაკი, რასაც ისინი ჩადიან. არა და სიამდვილეში ჩვენი გადაცემა ზუსტად მაგიტო შეექმნა, რომ ამ ხალხის პრობლემებზეც გველაპარაკა და შიგნიდან დაგვენახებინა, რა იწვევს ამ სისასტიკეს, რა იწვევს ამ მათ ასეთ ქმედებებს და აი შენ რა ინფორმაცია გაქვს აი კრიმინალური პოლიციიდან მაგალითად აი კმაყოფილები არიან რაც ხდება დღეს აი მინდა გამოვეხმაურო თია წულუკიანის ნათქვამს რა რომ მოიზომა ვითომ ეს ხალხი თავისკენ და რომ მიმართა რომ ვითომ ეს პოლიცია უკვე თავის მხარეს არიან და ის დანარჩენი მოწინააღმდეგეები ტრებიეთ გამოგვაცხადა და ეს პოლიცია და ძალოვნები თავისკენ რომ მიიზომა ხო ძალიან ღრმად წდება აი ძალიან ღრმად წდება თუ გონია რომ ესენი სულ ყველა მაგას მხარს უჭერენ მე მაინც რიგითი თანამშრომლების საწუხარიდან და პრობლემებიდან ამოვალ და რასაც ახლა ის შემაჯამებელი რაც უნდა ვთქვა რა რომ თავის დროზე შეიქმნა რაღაცა ფორმის ელიტა, რასაც მე კლანს ვეძახი, როგორც სასამართლოში იყო, აი ეს ხალხი ვისი სახელები და გვარებიც ვახსენეთ, ვისაც აი ამ აქციებზე ვხედავთ ხოლმე რომ აი რომ დადიან ეს თავაწეულები და რომ იმას აშვებიან რაღაცა და ბატონოთი რომ ჟურნალისტები დაძდევენ აი ამ უფროსობას, ვინც არიან აი ამ მენეჯმენტს გულისხმობ ეს შეიქმნა თავიდან ერთი აი ეს ელიტა რომლებიც იმ თავრობის დროსაც ამ თავრობის დროსაც ერთადერთი ვისაც შეუძლია წულუკიან შეუძლია თავისკენ მიითვალოს აი ეს ხალხი რომელიც იმის მერი აი როგორც ირაკლიმ თქვა ზუსტად ეგ არის რომ ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაიყვანენ მეორედან მესამეზე გადაიყვანენ ეს ხალხი არის სულ უფროსები
რიგითებს ეხლაც რო ველაპარაკები ხო და რო ვეუნები რომ შესაძლებელია არ ჯერათ აუ ისევ ესენი მოვა სხვა მთავრობა და ისევ ესენი იქნებიან და მოვა სხვა მთავრობა და თავიანთ უფროსობაზე იძახიან არ ჯერათ რომ ეს ხალხი როდისმე შეიცვლებიან იმიტომ რომ ორ მთავრობას მეორე მთავრობას უძლებენ უკვე ხო და ეს ხალხი შეუძლიათ მიითვალონ თორე იმ რიგით თანამშრომელს ხო ტყუილა ითვლიან თავიანთ მხარეს როგორც კი დადგება ის დღე აუცილებლად დადგება ის დღე როდესაც ესენი უბრალოდ აქეთ ამ მხარეს როცა იგრძნობენ რომ უკვე გარდამტეხი მომენტი არის და აქეთ ამ მხარეს უკვე ხალხის უკმაყოფილება იმ დონეზე არის რომ ხელისუფლების ცვლილება დგას უკვე ხო და უკვე უნდა მოხდეს აი იმ მომენტს აუცილებლად გძნობს ხოლმე ეს პირადი შემადგენლობა რა და თავიანთი აი უმოქმედობით ანახებენ მერე რომ ეგ-ეგრი არ არის როგორც ლუკიანს გონია რა ეს ხალხი ხო აი ყელში ამოუვიდათ ეს ერთი და იგივე თავიანთი უფროსობა ეს ერთი და იგივე რუტინა ყოველდღიური ყელში აქვთ ამოსული უბრალოდ სხვა გზა არა აქვთ დადგება აუცილებლად ის დღე როცა ეგ სისტემა და ეს ზუსტად რიგითი თანამშრომლები თავიანთ უკმაყოფილებას აი მაგ ფორმით ანახებენ მაგ ფორმით გამოხატავენ რომ თავიანთი მოქმედებით იქნება თუ უმოქმედობით იქნება რომ ხელს შეუწყობენ აი ამ ხელისუფლების ცვლილებას რა არ არიან კმაყოფილები და სხვანაირად არ შეიძლება რომ ეს მოხდეს რა სხვანაირად ვერ მოხდება უბრალოდ რა ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ როგორ გითხრათ ეხა როდესაც გდდ-ში ხელმძღვანელი პირი იქნება ხარაზიშვილი უბრალოდ მე როდესაც ამ პიროვნებას დავდიხოვნე ტელეეკრანებზე პირდაპირ გეუბნებით ხელმძღვანელი პირად კი არა ჩემთვის აი ძალიან გასაკვირი არის როგორ მოხდა ეს ადამიანი უბრალოდ ამ სტრუქტურაში თვითონ თუნდაც რიგით თანამშრომლად როგორ მოხდა არათუ ხელისუფლების ხელმძღვანელი პირად როდესაც ეგეთი ადამიანები არიან სხვა რა უნდა იყოს ხო აი მაგალითად გდდ-ს უფროსი ეგეთ თუ გეყოლება პრეზიდენტი თუ გეყოლება ყაველაშვილისნაირი რა ვიცი აბა საზოგადოება რას უნდა ელოდებოდეს ხო პრეზიდენტი ყავთ გაუნათლებელი აბსოლუტურად მე არ მინდა ეხა უტვინო თქვა ცოტა კორექტულად ვიტყვი რომ ჭკუით ღარიბი ადამიანი არის იმიტომ რომ გაუნათლებელია იმიტომ რომ არა აქვს ხო შესაბამისი დამადარებელი დიპლომი არა აქვს უბრალოდ და ჭკუით ღარიბი არის იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანს ამერიკის პრეზიდენტის ცოლი პირველი დედაუნია ხო და რაღაც ეს რელიგიურ დღესასწაულებს მაგალითად ფერის ცვალებას უძახის წინაპრების მიერ დატოვებულ ტრადიციას ხო და აი ეს ადამიანი ცურაობაზე შეეყვანა შეიძლება მეტი წარმატება მოეტანა საქართველოსთვის და მადლობაც გვიხადა როდესაც ეგეთი ადამიანები გმართავენ როდესაც ეგეთი ადამიანები არიან სათავეში ხო სხვას არაფერს არ ველოდებით აი ბიძინა ივანიშვილი ყველამ ვიცით პირველი პირი არის და ის აგებს ყველაფერს და მე მინდა რომ ხალხს უთხრა უბრალოდ ადამიანი რომელიც ცხოვრობს თავის ღობეში ანუ ვოლიერში ცხოვრობს ჩვეულებრივად აქ თავისი ვოლიერი თბილისში მოწყობილი ესეთი პატარა ვოლიერი აქვს მოწყობილი ჭორვილაში და აბასთუმანში და ესე გადაფრინდება ხოლმე და ესე გადადის ხოლმე ამ ვოლიერი ეს არის მისი სამშობლო ანუ იმ შემოკავებული შიგნით არის მისი სამშობლო არ გააჩნია ანუ ჩვენთვის სამშობლო არის რა ხო საყვარელი ქუჩა გვაქვს საყვარელი ქალაქი გვაქვს ნებისმიერ დროს როდესაც ჩვენ გვინდა რამდენჯერ ყოფილა ხო მე რაჭიდან ვარ წარმოშობით და რომ მომძალებია ხოლმე რაღაც მონატრება ჩავსულვარ და ღამე წავსულვარ და რაღაც აი ის შემიგზნია ის სიყვარული რაც მე მჭირდება და ამ ადამიანს აი ამ რაღაც ბეტონის ან რკინის ღობის იქეთ ეს ადამიანი ხო არ გამოც აბა საყვარელი ქუჩა გააჩნია ზოგადად აი ეს დამოკიდებულება ხალხთან და მოდი ის თქმა მინდა რომ უბრალოდ ხალხი ნუ და ბოდიში გოგი საზოგადოებას რო ხდება და ესაუბრება სენიდან იქაც კი კოლბაში ზის ანუ საზოგადოებასთანაც კი ვერ ახერხებს აქტიურობას ანუ ყველგან ვოლიერით არის სახლშიც და სახლის გარეთ ვოლიერით არის კი ყველგან ვოლიერით არის აბსოლუტურად ხო და ზუსტად ამას ვიდახრო ადამიანს რომელმაც არის ის სამშობლოს სიყვარული ხო წარმოიდგინე მისი სამშობლო არის შემოღობილი შიგნით რაც არის გარეთ ვარ ჩვენ დანარჩენი საქართველოს და დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები ანუ გამოც რომ გარეთ ჩვენი სამშობლოა მთელი ტერიტორია და მარტო ეგ არის მისი და ასეთ ადამიანს ეხა რომელმაც თავისუფლება არის აი მისი სურვილით მაზიაში ხო ვერ გადის არავის სადმე ქუჩაში გაისეირნეთ ასეთ ადამიანს რომელიც თავისუფლებაზე ელაპარაკები ხო რომელიც დემოკრატიას თქო და ამიტომ ხალხს კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო რომ არანაირი აგრესია ადამიანის მიმართ ანუ
ამ შტოს მიმართ საერთოდ რასაც კოცები და ხალხმა სწორად შეარქვეს სუპიყურებია კოცები მართლა და სირცხულია და გოიმობა ეხა ბევრი იტყვის შეიძლება რომ ნაციონალური მოძრაობის თემას წარმოვადგენ მაგრამ რა ვიცი შევახსენებ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს წელიწად ნახევარი ვიმუშავე 7 წელი დაახლოებით ამ დროს მაქვს ნამუშევარი ხო ეხა რაზე ვილაპარაკო მაგრამ როგორც უნდა ისე ილაპარაკო არა ეს პროპაგანდა იქნება გოგი ამას შენ იყავი მზად იმისთვის რომ ქართული ოცნების პროპაგანდა შენ ამას აუცილებლად მოგაწერს თუმცა მე ყოველთვის ვიძახი როცა მაქვს შესაძლებლობა ქართულმა ოცნებამ რატომღაც სტიგმატიზება გააკეთა და ანუ თუ ვინმე ნაციონალური მოძრაობის დროს წარმატებაზე და მიღწევაზე საუბრობს ანუ ამ ადამიანებს კომპლექსები გაუჩინა და მე არავითარი კომპლექსები პირიქით ყოველთვის ვიძახი რაც იყო კარგი და რაც შეიქმნა და მეცაც ბევრჯერ ვიძახი რომ ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ინსტიტუციური განვითარების ათვლის წერტილი 2004 წლიდან არის და ამისი ანუ ქართულ ოცნებასაც შეგვიძლია ჩვენ როცა შეიძლება ქართული ოცნება მის მიღწევებზე ვისაუბროთ ერთადერთი მახსენდება რატიფიცირების ხელშეკრულება კენტაურის ფონზე და აუცილებლად გავუხსენებთ მაგას მე წულუკიანს და ქართულ ოცნებას მაგრამ ანუ შენ იყავი მზად და ყველას ანუ რატო აკეთებენ ანუ აი ყოფენ საზოგადოებას თავისიანებად და მტრებად ანუ შენ როგორც კი გაქვს განსხვავებული მოსაზრება შენ დღეს უკვე ქართული ოცნების ბაბლისთვის იქნები მტერი სხვანაირად როგორ უნდა გამიჯნონ და აი მე მივმართავ როგორც მოქალაქეებს ისე პოლიციის თანამშრომლებს აი ბიდენა ივანიშვილის მაგალითი საოცრად მოიყვანე და აი ძალიან ნათლად აჩვენებს რეალობას საქართველოში ვინ არის ქართველი ვის უყვარს ქვეყანა ვის უყვარს სამშობლო ჩვენ ვართ მტრები და ჩვენ ვართ მოღალატეები და ბიძინა არის ეროვნული გმირი და დააყენეს კოსტავას გვერდით და ნუ აი აბსოლუტური თიგიჟეები აუცილებლად შეიცვლება ეს ხელისუფლება ამას არა აქვს არც ერთ ტირანიას არც ერთ ავტოკრატიას არა აქვს მუდმივად ეს აუცილებლად დასრულდება და აი წულუკიანს როგონია და წულუკიანი რო ძმაკაცურად და ძველბიჭურად კანონმდებელი რომელიც პოლიციას პარლამენტიდან უნდა ესაუბრებოდეს კანონებით, უნდა ესაუბრებოდეს რატო დაარღვიე კანონი პოლიციის შესახებ, ქონდა თუ არა რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი ამ კონკრეტული ფაქტისთვის და ასე შემდეგ. უჩურად და ძველბიჭურად ესაუბრება, ხალბატონოთია, ეგ პოლიციელები დაგადებენ შენ ხელბორკის იმ დანაშაულებისთვის, რაც შენ ამ წლების განმავლობაში გაქვს ჩადენილი ამის პირობას გაძლევთ. ამით დავასრულოთ მეგობრებო, განსაკუთრებული მადლობა გოგი ჭელიძეს, ძალიან საინტერესო იყო მისი გამოჩენა ჩვენს პოდკასტში და ჩვენ რასაკვირველია გავაგრძელებთ თანამშრომლობას, აქვე ვიტყვით რომ თუ ვინმე სურვილი გაქვთ ილაპარაკოთ თქვენს გამოცდილებაზე, თქვენს ისტორიაზე, თქვენს დამოკიდებულებებზე, იყავით სისტემის წარმომადგენელი, აღარ ახართ სისტემაში, იმიტომ რომ მგონია რომ სისტემაში ვინც დარჩა და ვინც არის ახლა იმათ ლაპარაკი ნამდვილად გაუჭირდებათ და შეეშინდებათ, მაგრამ თუ ვინმე ამისთვის მზად ხართ, მზად ვართ ჩვენც, დაგითმოთ ჩვენი პლატფორმა, მომწერეთ მე, მიწერეთ ირაკლის, მოწერეთ მისმინეს და მოკლედ ჩვენ მზად ვართ რომ ხარში დაგიდგეთ.